კიდევ ერთხელ მოგესალმებით, სანამ გადავიდოდით უშუალოდ სოფის შესახებ პრეზენტაციაზე და ვხედავ, რომ ჯერ კიდევ ჩვენი მეგობრები გვერდებიან, წარმოგიდგენთ ამ ღონისძიების სულის ჩამდგმელებს, ჩემს ყოფილ სტუდენტებს, ითი ძალიან ვამაყობ და ახალი საინტერესო ვეტერინარული პლატფორმის შემქმნელებს, რომლებიც პატარა მოკლე პრეზენტაციას გააკეთებენ ვეტნეტის შესახებ. მათ მთხოვეს ამ პრეზენტაციის გაკეთება, ვინაიდან პლატფორმის მიზანიც არის ცნობიერების ამაღლება და დაინტერესებული ადამიანების ჩართულობა. ბატონ ივანეს და ქალბატონ გვანცას თხოვ გააზიარონ ეკრანი და ძალიან მოკლედ წარადგინონ თავიანთი პლატფორმა. გამარჯობა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა წარდგენისთვის. პირველ რიგში მადლობა გიხდით, რომ შემოგვიერთდით. 2000 სიტყვით მოგახსენებთ ჩვენ შესახებ და ზოგადად ვეტნეტის შესახებ. მე გახლავთ ვანცი ჭიჭარაშვილი, ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტი და ვეტნეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. და პირველ რიგში დავიწყებ იმით, თუ რა არის ვეტნეტ ჯიმ. როგორც უკვე ბატონმა აღნიშნა, ვეტნეტი არის პირველი ქართლენოვანი ვეტერინარული პორტალი, რომელიც ორიენტირებული არის ინფორმაციის ხელმისაწვდომოსა და ცნობიერების ამაღლებაზე საზოგადოებაში და ახლა ვიტყოთ რაზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული. ეს არის ინფორმაცია კლინიკების შესახებ და ასევე სტატიები. რაც შეეხება სტატიებს, ყოველთვის სტატიები მოძიებული გვაქვს ცხოვრის საიტებიდან და მორგებული არის შემდეგ ქართულ რეალობას, გადამოწმებული არის ასევე პრაქტიკოს ვეტერინარებთან, თუ რაიმე ჩვენს კომპეტენციაში არ შედის მომოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ იდება ინფორმაცია ცხოველების ჯანმრთელობის შესახებ, დაავადების შესახებ, მოლაკიგენის შესახებ და ასე შემდეგ. ხოლო რაც შეეხება ვეტერინარულ კლინიკებს, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ საქართველოში არსებული ყველა ვეტერინარული კლინიკა და არა მხოლოდ კლინიკა, ვეტერინარული კაბინეტების კი მასზე ინფორმაცია შევაგროვოთ და განვათავსოთ ჩვენს საიტზე. რასაც ვფიქრობ, რომ სხვაგან მოსაკლებლები რამდენ ვეტერინარული ინფორმაციას კლინიკების შესახებ სხვაგან. და ასევე ჩვენი კიდევ ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის გამოვითაროთ ვეტერინარია უკვე ინტერნეტ სივრცეში და უზრუნველყოთ მომხმარებლების სხვადასხვა სერვისებით მთელი საქართველოს მასშტაბით, რასაც მოგვიანებით გაძლიერებით ვისაუბროთ იდან. გამარჯობა, მადლობას გიხდით მეც რომ დაინტერესდით ასეთი საინტერესო ლექციით. მე გავაგზავნებ საუბარს იმის შესახებ, თუ რითი ვართ გამორჩეულები, იმიტომ რომ არ ვიცი გაქვთ თუ არა ინფორმაცია, მაგრამ საქართველოში არსებობს სხვა საიტები, სადაც შეიძლება მოიძიოთ სტატიები ქართულ ენაზე. თუმცა პირველ რიგში ჩვენი უნიკალურობა განსაზღვრულია საიტის მრავალფუნქციობით და კონკრეტული მიზნებით და კონტენტით. ჩვენ პირველ რიგში არასდროს არ ვდებთ ხოლმე საიტზე გასართობ კონტენტს. სრულად ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ რაც შეიძლება ინფორმაციული და ყველასთვის გასაგები იყოს ჩვენი სტატიები. გარდა ამისა, უნიკალურს ხდის ისიც, რომ გვაქვს საქართველოში უამრავ კლინიკაზე უკვე ინფორმაცია და სხვა პლატფორმაზე ფიზიკურად ვერავინ ვერ მოიძიებს ამდენ ინფორმაციას, ანუ გაერთიანებული არსად არ არის. გვანცამ უკვე ისაუბრა იმაზე, რომ ჩვენ არ ვდებთ მხოლოდ კლინიკებზე ინფორმაციას, სხვადასხვა პატარა სოფლებში ან ქალაქებში შეიძლება კლინიკები საერთოდ არ იყოს. და ასეთ შემთხვევაში ვდებთ ხოლმე ინფორმაციებს იმ ხალხზე, ვინც უბრალოდ ზრუნავს ზრუნ ცხოველებზე, ძაღლებზე, კატებზე და ასე შემდეგ და თუნდაც ძალიან გამოძახებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ დაახლოებით 25 კლინიკა გვიდევს უკვე საიტზე და ეს პროცესი მუდმივად განახლებადი არის და მუდმივად ვცდილობთ, რომ მოვიძიოთ ინფორმაცია მათ შესახებ. სტატიებზე უკვე მოგახსენეთ, თუ რატო ვართ უნიკალურები, ასევე მრავალფუნქციურობასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ის, რომ საიტზე სულ ახალხანს გაეშვა განცხადებების განთავსების ფუნქციაც და რეგისტრირებულ მომხმარებლებს ექნებათ საშუალება სრულიად უფასოდ განათავსოთ განცხადებები ცხოველების შესახებ, საუბარი არის ყიდვა-გაყიდვა გაჩუქების შესახებ და ასე შემდეგ. აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ რეგისტრაციას კიდევ ერთი პლუსი აქვს, რეგისტრირებულ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ თავიანთი ფავორიტი კლინიკები შეაფასონ 5 ვარსკვლავიანი სისტემით და ამგვარად სხვა ადამიანებს, ვისაც აქამდე დაუშვათ არ ქონიათ შეხება კლინიკებთან, უფრო გაუმარტივონ არჩევანის გაკეთების პროცესი. და
ბოლოს რაც ვთვლი რომ მნიშვნელოვანია ასევე ჩვენ გვაქვს სამეცნიერო ლიტერატურა, ვიძიებთ ხოლმე ინტერნეტში უფასოდ განთავსებულ PDF ფაილებს და ვანთავსებთ როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და რუსულ ენებზე. ამისთვის რეგისტრაცია საჭირო არ არის საიტზე და ნებისმიერ სურვილს შეუძლია გადმოწეროს უფასოდ. რა თქმა უნდა, პროექტი ამჟამადაც საინტერესო იქნება, მაგრამ ვთვლით რომ კიდევ უფრო დიდი პოტენციალი გვაქვს და სამომავლოდ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. მათ შორის ეს არის ონლაინ მაღაზიის გაკეთება, გამოძახების სერვისების მრავალფეროვნება, მათ შორის გრუმერის გამოძახების დამატება და რა თქმა უნდა არა მხოლოდ და ასევე გვინდა რომ ეს გამოძახების და ონლაინ მაღაზიის სერვისები იყოს ხელმისაწვდომი არა მხოლოდ თბილისში და დიდ ქალაქებში, არამედ მთელ საქართველოში. და ასევე ვაპირებთ რომ საიტზე დავამატოთ უნიკალური ფუნქციები, რომლითაც სარგებლობა შეიძლება ყველას, იქნება უფასო ეს ფუნქციები და ძალიან გამოსადეგი და ინოვაციური, ასე ვთქვათ, უფრო მეტ კონკრეტიკისგან ამჟამად თავ შევიკავებთ. ალბათ ბევრ კითხვაზე უკვე პასუხი გავეცით, მაგრამ რისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს? პირველ რიგში გვინდა რომ განვავითაროთ და გამრავალფეროვნოთ ვეტერინარული მომსახურებები საქართველოში. ამაში გულისხმობ იმას, რომ დავუშვათ დავნერგოთ ონლაინ ბუკინგის სისტემა, გამოძახების სერვისი იყოს უფრო ხელმისაწვდომი და უფრო ყველამ ბევრმა იცოდეს იმის შესახებ, რომ არსებობს ასეთი სერვისი. გავხადოთ ხელმისაწვდომი ისინი ამაში გულისხმობთ იმას, რომ გვინდა რომ რაღაც სხვა ქალაქებშიც კონდეს ხალხს შესაძლებლობა რომ დაარეკოს ან ონლაინ გააფორმოს ჯავშანი და ისე მიიღოს მომსახურება. და ასევე ვთვლით, რომ თუ დავუშვათ ხალხში ცნობიერების ამაღლებაზე ვიმუშავებთ და ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომი იქნება, ბევრ პრობლემებსაც ავირიდებთ სამომავლოდ თავიდან, როგორც არის მაგალითად ცხოველის მიტოვება, იმიტომ რომ გჯერა რომ ეს პრობლემა პირველ რიგში გამოწვეული არის სწორედ ინფორმაციის ნაკლებობით. ასევე რა თქმა უნდა გვინდა რომ გავზარდოთ მიმართვიანობა ზოგადად ვეტერინარებთან და ის მავნე როგორ თქვა ტრადიცია მეტნაკლებად აღმოფხვრათ, როგორც არის ჯგუფში კითხვები, არაკომპეტენტური პასუხების მიღება და თვითმკურნალობა, რაც საბოლოო ჯამში აზიანებს ცხოველის ჯანმრთელობას და მისი ცხოვრების სრულფასოვნებას. ამ ეტაპზე ჩვენ მეტი ჯერჯერობით სათქმელი არაფერი გვაქვს და სიტყვას გადავცემთ ბატონ ლაშა ავალიანს. მადლობა ყურადღებისთვის. თქვენი ხმა არის მის ბატონ ლაშა. გაცრავად, მოდი ეკრანის გაზიარების საშუალება დამიბრუნეთ. ამასობაში მე მგონი დაინტერესებული ადამიანები შემოგვიერთდნენ და შეგვიძლია უკვე ჩვენს თავარ თემაზე გადავიდეთ, რომელიც არის სოფი. თქვენის მებართვით გავაზიარებთ ჩემს პრეზენტაციას. კიდევ ერთხელ წარმოგიდგებით, მე ვარ ვეტერინარი ექიმი, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი. დღეისათვის წარმოვადგენ ერთ-ერთ ამერიკულ პროექტს, ინვესტირება უნებელთა ხარისხიან მესაქონლეობაში, ვარ დირექტორის მოადგილე. თუმცა წლების განმავლობაში მე მუშაობდი სახელმწიფო სამსახურში, კერძოდ სურსათის ეროვნულ სააგენტოში, სადაც ჩემი ერთ-ერთი ფუნქცია იყო დაავადებებთან ბრძოლა, ცხოველის და დაავადებებთან ბრძოლა და მათ შორის სოფის, ასე რომ გარკვეული ინფორმაცია მაქვს ამ დაავადებასთან შესახებ, როგორც თავად დაავადების, ასევე მისი ბრძოლის ღონისძიებების და ვფიქრობ, რომ ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია. დღესაც ჩვენი პრეზენტაციის მიზანია ინფორმაციის მიწოდება იმ პირებისათვის, რომლებიც ფლობენ ცხოველებს ან მოყვარულები არიან, ულიან, მათ შორის მიუსაფარ ცხოველებს და მეტად მივაწოდოთ მათ ინფორმაცია ამ დაავადების შესახებ. ეხლა იმისათვის, რომ წარმოვადგინოთ სურათი, რატომ სოფი CDC-ს და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების მონაცემს დავაყდობი, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად დაახლოებით 60,000-მდე ადამიანი კვდება სოფით. ანუ გამოთვლილია შესაბამისად, რომ ყოველ 9 წუთში საშუალოდ 1 ადამიანი კვდება, რომელთა უმეტესობა ბავშვები არიან და შესაბამისად სამწუხაროდ ამ პრეზენტაციის დროს მსოფლიოში სოფით საშუალოდ 6 ადამიანი მოკვდება. აქ არის წარმოდგენილი წინადადება, თუ რა არის სოფი, რო ის წარმოადგენს ნეიროტროპულ ვირუსს და ასე შემდეგ, თუმცა ასე არ იქნება ჩემი პრეზენტაცია, იქნება ძალიან მარტივი და დაგანახებთ სხვა კუთხით ამ დაავადებას, ამ ძალიან მნიშვნელოვან დაავადებას. მოკლედ, სოფი არის პატარა და საყვარელი არსება, კონკრეტულად ვირუსი, რომელსაც უნდა რა. წარმოვიდგინეთ, რომ ეს არის სოფი
ნუ სინამდვილეში უფრო მეტად ასე გამოიყურება, ტყვის ფორმა აქვს. მაგრამ არის თავისთვის ძალიან კეთილი არსება, რომელსაც უნდა ის, რაც ყველა სხვა არსებას. და ეს არის გამრავლება და სიცოცხლე. შესაბამისად, ჩვენი გასაგებია უკვე რომ ვიცით რა უნდა სოფის ვირუსს, კონკრეტულად შეგვიძლია ასე წარმოადგინოთ რა უნდა სოფის ვირუსს, მაგრამ აქ კითხვა სხვა რამეში მდგომარეობს. რა გვინდა ჩვენ ადამიანებს და რამდენად ჯდება ეს ყველაფერი სოფის გეგმები ჩვენს გეგმებში და როგორც ჩანს საერთოდ არ ჯდება, იმიტომ რომ ჩვენ სოფი საღვძრელი სოფის ვირუსი შევრაცხეთ როგორც საშიშ ზონოზო დაავადებად, შევისწავლეთ მისი კლინიკური ნიშნები, დაავადების აღძრელის გამძლეობა გარემოში, მისი ტროპიზმი, ანუ ამორჩევითი ცხოველყოფილობის ადგილი, მისი გადაცემის გზები, შევიყვანეთ ის ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებათა ჩამონათვალში, ეგრეთ წოდებული OL listed diseases და მეტიც განვიზრახეთ, რომ 2030 წლისთვის ძაღლისმიერი სოფის შემთხვევები უნდა გაუტოლდეს მსოფლიოში 0-ს. და ამისათვის რამოდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს და რა თქმა უნდა ჩართულები არიან იმ ორგანიზაციებში შემავალი ქვეყნები, მათ შორის რა თქმა უნდა საქართველოს. სოფის მდგომარეობა საქართველოში, მე ერთ-ერთ ჩემს საყვარელ წერლის ნაწარმოების ერთ-ერთ ნაწილს წარმოგიდგენთ, სრულად არ წავიკითხავ, ერთ ამონარიც წაგიკითხავს თქვენის ნებართვით. გადასვენებას კი არა, დანაკბილს არ მიხსნის. ბავშვი დამიჭამა გუშინ ამ ძაღლიშვილმა. ასე მითხრეს პასტერის სადგურში. იმ ძაღლის თავი მოგვიტანე, ანალიზს გაუკეთებ ტვინშიო. თუ არადა, სოფის ნემსების გაკეთება მოგიწევს. ჩემ თავს არ რჩევი ასლან ბატონო. მუცელში 40 ნემსის გაკეთებას გაუძლებს ჩემი ბაიასავით გაყვითელებული და უდღეული ბაღანა? ამოიოხრა კირილე მამალაძემ და ტომრიდან ნაჯახი ამოიღო. ასლანას აღარ დაველოდი. შემოbrunდი და შინ წავედი. ეს არის ძალიან საინტერესო აღწერა სოფის სადიაგნოსტიკოდ ცხოველის ნიმუშის აღებისა, რომელიც იმ დროს და პრევენციისა, რომელიც იმ დროს იყო 40 ნემსის გაკეთება მუცლის ხუბში. ცოტა უფრო მეცნიერულად რომ შევხედოთ ამ საკითხს, წარმოგიდგენთ გრაფიკს, სადაც არის მონაცემები სოფის ცხოველების შემთხვევებისა, ეს არის აბსოლუტურ ციფრებში, ანუ შემთხვევების, ანუ ინციდენტობის რაოდენობა. წლების განმავლობაში ავიღეო ბოლო 10 წლის მონაცემები 2010-2020 წლის და ხედავთ რომ რაღაც პერიოდში ეს არის 2012-13-14 წლები, აი ამ პერიოდში განსაკუთრებით მაღალი იყო სოფის შემთხვევები და ხედავთ რომ შემდგომ შემცირდა ეს შემთხვევები და მოგიყვებით თუ რამ განაპირობა ეს ყველაფერი. თხოვნა მექნება ხმა შემოდის კათიშე. თხოვნა მექნება რომ მიკროფონებს თუ შეიძლება გადაამოწმეთ რომ იყოს კათიშული. რაც შეეხება სეზონურობას. გაგვიგია ხომ ყველა რაღაც და ზოგიერთ დაავადებას ახასიათებს სეზონურობა, ეს არის თვეების მიხედვით ამ წლების ჭრილში სეზონურობა წარმოდგენილი და ხედავთ რომ გარკვეული ტრენდი გამოისახება. უფრო მარტივად რომ დაგანახოთ, საშუალო არითმეტიკული გამოვიყვანე ბოლო 10 წლის და ხედავთ რომ რაღაც 3 პიკი ახასიათებს წლების განმავლობაში, აი უფრო კუმულაციურად რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი და ოქტომბერი, ნოემბერი. ბოლომდე ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ამოუცნობია ზუსტად რატომ მეორდება მნიშვნელოვნად ამ დაავადების გამოვლინების მაჩვენებელი ამ თვეებში, თუმცა სავარაუდოდ ეს არის შეწყვილებასთან, ეს არის ცხოველების აქტიურობასთან დაკავშირებული და სხვა პროცესებთან, რომელიც ძალიან შორს წაგვიყვანს. რაც შეეხება სახეობებს, აქ შევეცადი რომ მე მონაცემები წარმომედგინა იმის მიხედვით თუ რა ინფორმაციას ვაწყდებოდი სოციალურ ქსელებში, რა არასწორი ინფორმაციას, მათ შორის მაგალითად იყო ასეთი შემთხვევები, როდესაც საუბრობდი რომ კატას ბოლო, რა ვიცი, საუკუნის განმავლობაში არ ყოფილა კატის შემთხვევები და კატის აცრა არ არის საჭირო. ხედავთ აქ მონაცემებს, სადაც ლიდერობს, რა თქმა უნდა, ეს არის ამ შემთხვევაში შინაური ძაღლი 57%-ით, საინტერესოა რომ მეორე ადგილზე არის მსხვილფეხა საქონელი 34%-ით, კატა მართალია ძალიან მცირეა, ეს არის მხოლოდ 1% და სხვა ცხოველები და მნიშვნელოვანი არის აქ, რომ გარეული ცხოველების წილი არის მხოლოდ 4%, სულ გამოვლენილი, ეგრეთ წოდებული appeared cases, ანუ გამოვლენილი შემთხვევების. ხლა რატომ არის მნიშვნელოვანი ამის ცოდნა, რომ ეს არის გამოვლენილი შემთხვევები?
სურათი შეიძლება გარკვეულწილად განსხვავებული იყოს რეალური სურათი, თუმცა ეს არის ის შემთხვევები, რომლებიც ვეტერინარულ სამსახურმა შეძლო და დააფიქსირა. მოგეხსენებათ, სადღაც შეიძლება ცხოველი ისე მოკვდა წოფით, როგორც შინაური, ისე გარეული, რომ ვეტერინარულ სამსახურებამდე ვერ მივიდა, თუმცა ეს ის შემთხვევებია, რომლის დაჭერაც შეძლო ეპიზედამხედველობა. როგორც უკვე გითხარით, ძალიან საინტერესოა, რომ 34% მსხვილფეხა საქონელზე მოდის. მე ჩემი, ასე ვთქვათ, ახსნა მაქვს ამოვლენის, ეს ძალიან კარგი ობიექტები არიან, როგორც გარეული, ასევე შინაური გაწოფებული ცხოველების, სოფიანი ცხოველების და ისინი თავს ესხმიან იმ დიდ ცხოველს, რომელსაც გაქცევა ნაკლებად შეუძლია და სწორედ ასე ავრცელებენ დაავადებას განსაკუთრებით სრულფეხა საქონელში. რაც შეეხება ადამიანებს, სოფი ეს არის ერთ-ერთი ის დაავადება, რომელიც ერთიანი ჯანდაცვის მიდგომით უნდა გაკონტროლდეს. ხედავთ წინა წლების მონაცემებს, საკმაოდ მაღალი იყო და სოფის შემთხვევები და ყველა ეს შემთხვევა ნიშნავს სიკვდილს, მოგეხსენებათ. 20 შემთხვევაც ჰქონდა 96 წელს, შემდგომ აი 2000-დან 2010 წლამდე საკმაოდ ესე ვთქვათ მაღალი იყო, 10-7 იყო საშუალო არითმეტიკული და ვხედავთ, რომ 2014 წლის შემდგომ მნიშვნელოვნად შემცირდა ადამიანების გარდაცვალება ამ დაავადებით ჰიდროფობიით. ადამიანებში წობს ჰიდროფობიას უწოდებენ. და ხედავთ, რომ თუ არა 2018 და 2019 წლის მონაცემები შეიძლება ვთქვათ, რომ ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში წოფი ფაქტიურად არ ფიქსირდება. აქაც შეხედეთ 2018 წელს ორი შემთხვევა იყო დაფიქსირებული, მახსოვს ერთი თბილისის ტერიტორიაზე იყო, ხოლო ერთი გალის და 2019 წელსაც ის ერთი შემთხვევა იყო გალის მუნიციპალიტეტიდან. მოგეხსენებათ, რომ გალის მუნიციპალიტეტში ვეტერინარული სამსახური ვერ ახორციელებს სრულად იმ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს და შეიძლებოდა რომ დაუშვათ ეს შემთხვევები არ ჩაგვეთვალა, თუმცა აფხაზეთი საქართველოა და ჩვენ ამ შემთხვევებს ვითვლით. ძალიან მნიშვნელოვანია და აქ არის ძალიან ისეთ საყურადსაღებო სოფის მიმდინარეობის შესახებ არის ორი პერიოდი. ეს არის ინკუბაციური პერიოდი და საზედამხედველო პერიოდი და ჩემი დაკვირვებით ხშირად ეს პერიოდები ერთმანეთში ერევათ და ვერ ხვდებიან რატომ არის ის 10 დღიანი ზედამხედველობა, რა არის ინკუბაციური პერიოდი და შევეცადე რომ თქვენთვის წარმომედგინა უფრო ასე ვთქვათ ანიმაციური სახით. წარმოვიდგინოთ რომ არის ცხოველი, ძაღლი ამ შემთხვევაში, რომელმაც სხვა მეორე უფრო პატარა ძაღლმა უკბინა, რომელიც იყო ცოფით დაავადებული და შესაბამისად კბენასთან ერთად მის ორგანიზმში გადაიტანა ცოფის აღზრდილი, ცოფის ვირუსი. ცოფი მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ ნეიროტროპულ ვირუსს. ანუ მას უყვარს ნევრულ ქსოვილებში და ის ცხოველყოფილობს ნევრულ ქსოვილებში. შესაბამისად, კბენის დროს ის პირველი სადაც ხდება, ეს არის კუნთოვანი ქსოვილი, სადაც თავს კარგად ვერ გრძნობს. და ძალიან ნელა გადაადგილდება, ძალიან ისეთ პირობებში არის, მისთვის არასახარბიელო პირობებში და ეძებს უახლოეს ნერვულ დაბოლოებას, ანუ უახლოეს ნერვულ ქსოვილს, რომ ჩაჯდეს იქ. სწორედ ამაზე არის მნიშვნელოვნად დამოკიდებული ეგრეთ წოდებული ინკუბაციის ფარული პერიოდი. ანუ რაც უფრო ნერვული დაბოლოებებით მდიდარი ადგილია, ასეთი არის მაგალითისთვის სახე, ხელები, ანუ ის ტერიტორია, სადაც გვსიამოვნებს ოფერება და ჩვენც ვეფერებით ამ ტერიტორიებით, ხომ? ანუ აქ ვინაიდან აქ არის ნერვული დაბოლოებებით მდიდარი ადგილები და შესაბამისად ვირუსი უფრო ადვილად იპოვის და უფრო მალე აღმოაჩენს ნერვულ ქსოვილს. როგორც კი ვირუსი ასე ვთქვათ, ჩაჯდება ნერვულ ქსოვილში, ის აფერენტული, ანუ ზოგის ტვინისგან მიმავალი გზებით, ცენტრალური სისტემისგან მიმავალი გზებით, ძალიან სწრაფად გადაადგილდება. დათვლილია ზოგიერთი კვლევების შედეგად, რომ დაახლოებით 8 სანტიმეტრს გადაადგილდება 24 საათში. აი ეს ორივე პროცესი საბოლოო ჯამში აყალიბებს ინკუბაციურ პერიოდს, რომელიც შეიძლება იყოს საშუალოდ 2 კვირა 3 თვე, თუმცა შეიძლება გაგრძელდეს 1 წელი და ჩვენ ამაზე ბევრს ვისაუბრებთ. მერე რა ხდება? უკვე თავის ტვინში ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ასე ვთქვათ, ჩაბუდებული ვირუსი ძალიან სწრაფად მრავლდება და შესაბამისად, როგორც ყველა ანთებითი პროცესის დროს აზიანებს იმ ქსოვილებს. და აი ეს არის ზუსტად ის საზედამხედველო 10 დღიანი პერიოდი. ზოგიერთი ცხოველის შემთხვევაში, რომელიც მეცნიერულად არის დადასტურებული, ეს არის ძაღლი, კატა, ქცვინი და სავარაუდოდ სხვა ცხოველებშიც, რომელიც მეცნიერულად ჯერ ბოლომდე არ არის შესწავლილი, თუმცა სავარაუდოდ იგივე პერიოდია,
ზუსტად ჭირდება მაქსიმუმ 10 დღე ამ პროცესს. 10 დღის შემდგომ იმდენად ზიანდება ცენტრალური ნერვული სისტემა, რომ ცხოველი საბოლოო ჯამში მოკვდება. ამავე პერიოდში, რამე თუ უკვე ის ვირუსი ასე ვთქვათ, ტოვებს მისი კონცენტრაცია გაიზარდა, ის ტოვებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და გადმოდის ერთ-ერთ უახლოეს ჯირკვალში, ეს არის სანერწყვე ჯირკვალი. რატომ? გავიხსენოთ ძველი ფოტო, ფრანკენშტეინის, მას უნდა რომ გამრავდეს. ეს ფუნქცია რომ არა, ეს თვისება რომ არა ვირუსის, ამ დაავადებაზე ჩვენ დღეს არ ვისაუბრებდით, იმიტომ რომ ვერ გავრცელდებოდა ეს დაავადება და დარჩებოდა, ასე ვთქვათ, ლეშის ორგანიზმში. მაგრამ არა, მას უნდა რომ გამრავდეს, ანუ გადმოდის ნერვული ქსოვილიდან ნერწყვში და უკვე კბენის დროს სწორედ ნერწყვის მეშვეობით ხდება ამ დაავადების გავრცელება. ინფორმაციისთვის ზომბებზე ფილმები ძალიან ახლოს არის ამ დაავადებასთან, იმიტომ რომ ზომბებზეც ხშირ შემთხვევაში კბენის საშუალებით გადადის გარკვეული ინფექცია. მე რა ხდება? მე ხდება ის, რომ ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების დროს, რომელიც ზუსტად ერთვის თანხმედრაში არის დაავადების გავრცელების შესაძლებლობასთან, ცხოველი ეგრეთ წოდებული ცოფდება, ის ამჟღავნებს ჩვენთვის ნაცნობ კლინიკურ ნიშნებს, რაც არის აგრესია, შიში, მათ შორის შეიძლება იყოს წყალშიში და არა აუცილებლად, აქაც ბევრი შეცდომა არის ხოლმე, რომ იძახია, რომ აუცილებლად წყალი თუ არ დალია, ესე იგი ცოფია, ან პირიქით ცოფი არ არის, იმიტომ რომ წყალი დალია. ეს სამწუხაროდ ესე არ არის, ესეთი ადვილი პათოგნომური თვისება არ არის. შეიძლება ზოგიერთ ცხოველში, ეს უფრო ადამიანში უფრო საგულაცახებაა. ეხლა რომ წარმოვიდგინოთ უფრო ესეთ გრაფიკული სახით, ესე იგი ორი მონაკვეთი, ორი წერტილი ავიღოთ, ეს არის ექსპოზიცია, დასნებოვნება, ცხოველს უკბინა ცხოფიანმა ცხოველმა. მის ორგანიზმში შეიჭრა დაავადების აღწრება. და სიკვდილი, ხომ, ეს არის 100%-იანი გამოსავალი. შეიძლება ბუნებაში სადღაც იყოს გამონაკლისები, ადამიანის შემთხვევაში ხელოვნური კომაში ჩაგდებით, ჩარევებით, რამოდენიმე ადამიანი შეძლეს და გადაარჩინეს, თუმცა ამას ჩვენ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ხურად არ ვიღებთ და ვიცახით, რომ ცოფი არის 100%-იანი ლეთალობის მქონე დაავადება. შეიჭრა ვირუსი და რაღაც პერიოდის შემდგომ ის გამოიწევს აუცილებლად სიკვდილს. სწორედ აქ არის განსხვავება ინკუბაციურ ამფარულ პერიოდსა და დაავადების გამოვლინების პერიოდს, რომელიც არის იგივე სასათამხედრო პერიოდი ვეტერინარული მიზნებისათვის. ინკუბაციური პერიოდი შეიძლება იყოს 1 კვირა ან 1 წელი. ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, ვირულენტურობაზე, ვირუსის კონცენტრაციაზე, ორგანიზმის მდგომარეობაზე, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ეს არის დასნებოვნების ლოკალიზაცია, კბენის ადგილი, მარტივად რომ ვთქვათ. ხოლო დაავადების გამოვლინების პერიოდი ძაღლების, კატებისა და კცუნების შემთხვევაში ნამდვილად და სხვა ცხოველებშიც სავარაუდოდ ასეა, ეს მეცნიერული თვალსაზრისით ვიძახი, ეს არის მხოლოდ 10 დღე. ის 10 დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა მოკვდეს. აქ ორი კითხვა იბადება, რა დროს არის დაავადების გამავრცელებელი და რა დროს ექვემდებარება კვლევას. ეს ყვითელი გრაფა, რასაც ხედავთ, ეს არის ფარული პერიოდი, ამ დროს ნახატი რომ ის ანიმაცია რომ წარმოვიდგინოთ, ეს ამ დაავადების აღზრდილი არის სადღაც ორგანიზმში. ის არ არის ამ დროს ნერწყვში. შესაბამისად, ამ პერიოდში დაავადებასაც ვერ გაავრცელებს ასეთი დაინფიცირებული ცხოველი. დაავადება ვრცელდება მხოლოდ იმ ბოლო 10 დღის პლუს-მინუს რამდენიმე დღის პერიოდში, როდესაც უკვე ცენტრალურ ნერვულ სისტემას მიაღწევს ამ დაავადების აღწრილი, გამრავლდება და უკვე გადმოდის ნერწყვში. სწორედ კვლევის ყოველ შემთხვევაში კვლევის მეთოდებით, კვლევის შესაძლებლობაც არის მხოლოდ ამ ბოლო პერიოდში, როდესაც უკვე ასე ვთქვათ, გამოვლენილია კლინიკური ნიშანი. ეხლა თქვენის ნებართვით შევეხებით მითებს, რომელიც მე მოვაგროვე სხვადასხვა ჩემი პირადი გამოცდილებით, სოციალური ქსელებში არსებული მონაცემების მიხედვით, იმიტომ რომ ხშირად ვადევნებ ხოლმე თვალყურს და საკმაოდ მცდარი შეხედულება აქვს, განსაკუთრებულად საყურადსაღებოა ცხოველთა მოყვარულების ცნობიერების ამაღლება, რამე თუ ის მათ ბევრი ადამიანი უჯერებს და მათ უნდა იცოდნენ შესაბამისად. და ხშირად არის ხოლმე, მე რომ დავბრუნდა იმ პერიოდში, როდესაც თავად ვიყავი, ასე ვთქვათ, აქტორი, ესეთ შეგონებას გავიხსენებ, რომ მოქმედია ყოველთვის დამნაშავე. მაყურებელი ყოველთვის უდანაშაულოა.
ასე რომ ჩვენ ვინც განზევთ გავართ ამ პერიოდში და უყურებთ თუ ვინ ახორციელებს ამ ღონისძიებებს, როგორც ვეტერინარული სამსახური, ასევე ჯანდაცვა, ყოველთვის შეიძლება რა თქმა უნდა გქონდეს ის მოლოდინი და ის სურვილი, რომ უკეთესად შეიძლებოდა ყოფილიყოს, ან რატო დაუშვეს რაღაც შეცდომა. ვინც არაფერს არ აკეთებს, შეცდომასაც არ უშვებს. ერთ-ერთი მითი, რომელიც ხშირად ხდება ხოლმე, რომ 21 საუკუნეში საქართველოში რატომ არის ეს პრობლემა. მე აქ შევაგროვე სახელწოდებით დაავადება სახელი ცოფის თარგმანი მრავალ ენაზე. ეს არის ნამდვილად მსოფლიო პრობლემა. ცოტა უფრო ასე ვთქვათ, ფაქტების მიხედვით რომ მიუდგეთ საკითხს, ეს არის პლატფორმა, საერთაშორისო პლატფორმა, უფრო ევროპული პლატფორმაა პრინციპში, მაგრამ საერთაშორისო მასშტაბითაც განიხილება, ეს არის Rabies Bulletin Europe, რომელიც აგროვებს ცოფის მონაცემებს, ყველა დაინტერესებული ქვეყანა ყოველწლიურად ექვსთვეში ერთხელ აგზავნის ანგარიშს თუ სად დაფიქსირდა ცოფის შემთხვევა და ხედავთ თქვენ წითელ წერტილებს, ეს არის ევრაზიის კონტინენტი, სადაც ცოფი დაფიქსირდა 2010-2019 წლებში. და ალბათ შუაში არის საქართველო. ეს არის კონკრეტულად ერთი ბოლო წლის 2018-2019 წლის შუალედის მონაცემები და ცოტა უფრო რომ დავაახლოვთ, ეს არის ის რეგიონი, კავკასიის რეგიონი და ხედავთ რომ ჩვენს მეზობლებში და ჩვენს ტერიტორიაზე ეს დაავადება ფიქსირდება. ეხლა ხედავთ და კითხვა შეიძლება გაჩნდეს, რატომ არ ფიქსირდება ეს დაავადება სომხეთსა და აზერბაიჯანში. პირადი გამოცდილებით, პირადი ინფორმაციით გეტყვით, რომ ფიქსირდება, უბრალოდ ისინი არ თვლიან საჭიროდ, რომ ეს ინფორმაცია მიაწოდონ ამ პლატფორმას, ასე მეცაც გეტყვით, რომ რაღაც გარკვეული ტაბუ შეიძლება ჰქონდეს ზოგიერთ ამ ქვეყანაში ცოფის დაფიქსირებას და თუმცა პირადი კონტაქტებით, ჩემი კოლეგების, მეგობრებისთან ინფორმაციის გაცვლის დროს ვიცით, რომ ეს დაავადება საკმაოდ მწვავედ დგას ორივე ქვეყანაში. ანუ ეს არის რეგიონული პრობლემა, ეს არის რეგიონში გულისხმობ არა მხოლოდ ამ შემთხვევაში კავკასიის რეგიონს, არამედ მთლიანად ევრაზიის კონტინენტს და ჩვენს მეზობელ ქვეყნებს ეს დაავადება პრობლემურია. ცოფის საწინააღმდეგოდ არაფერი არ კეთდება ქვეყანაში. როგორც უკვე გითხარით, სურსათის ეროვნული სააგენტო არის ის სტრუქტურა, რომელიც ახორციელებს ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებებს და მე მქონდა პატივი, რომ გარკვეული პერიოდი ყოფილიყავი მონაწილე ამ ღონისძიებების და კერძოდ 2013 წლის ბოლოს, მაშინ როდესაც გარკვეული შესაძლებლობები შეიქმნა სააგენტოს ამ მიმართულებით, დაიწყო პროფილაქტიკური ვაქცინაცია 250,000 და არ მეშლება 250,000 სული შინაური ბინადარი ცხოველების ვაქცინაცია ყოველ წელს. ეს არის პატრონიანი ძაღლები და კატები და რაც თავარია, კარ-და-კარ ჩამოვლის პრინციპით და აბსოლუტურად უფასოდ. ანუ წარმოიდგინეთ ექიმი რომ მოდიოდეს ადამიანების შემთხვევაში, ექიმი რომ მოდიოდეს რაღაც პერიოდულობით სახლში და გეკითხებოდეს რამე ხო არ გჭირს და გაძლევდეს რაღაც წამლებს. აი ესეთი პრინციპით ჩემი კოლეგები რეგიონებში დადიან და ცრიან ყოველწლიურად არა ნაკლებ 250,000 სულ ძაღლსა და კატას. რა თქმა უნდა, ეხლა ვინც თბილისში ცხოვრობთ ან ვინც დიდ ქალაქებში ცხოვრობს, ეხლა წარმოუდგენელია, რომ ვეტერინარებმა რაღაც კორპუსებში ყველა კარზე დააკაკონო და შეეკითხონ ცხოველი ხო არ ყავს, ხომ? ანუ ეს შესაბამისად უფრო სოფლის დონეზე ხორციელდება, თუმცა თბილისის შემოერთებული სოფლებით შედის ამ ღონისძიებებში. და გარდა იმისა, რა თქმა უნდა, ცხოველის ჯანმრთელობა და ცხოველის კეთილდღეობა თავად პატრონის ვალდებულებაა, თუმცა ცნობიერების სიმწირის გამო ბევრი უარს აცხადებს თავის ცხოველის ვაქცინაციაზე, თავისი სახსრებით, თავისი ინტერესით, ამიტომ სწორედ ამ სახელმწიფო ამ ღონისძიებებს დგავს. და ზუსტად აი ისე ვიმეორებ იმ მონაცემებს 2013 წლის ბოლოს დაიწყო ეს ღონისძიებები და ხედავთ რომ სწორედ ამ ღონისძიებების შემდგომ მნიშვნელოვანი კლება არის ცოფის შემთხვევების ცხოველებში. უფრო პროცენტულად რომ გამოვსახოთ, აქ არის წარმოდგენილი ინფორმაცია წლების მიხედვით, 2013 წელი არის აღებული როგორც ინდიკატორული წელი, ვინაიდან 2013 წლის ბოლოს ჩატარდა ვაქცინაცია და მას უკუძალა ვერ იქნებოდა და ხედავთ რომ
პროცენტები როგორ იცვლება, ეს პირველი შემდგომი ხაზი არის შემთხვევების შედარება წინა წელთან, ანუ იყო დაუშვათ 2014 წელს მატება, შემდგომ უკვე კლება და ასე შემდეგ. ხოლო ინდიკატორულ წელს თუ შევადარეთ, ანუ რა რაოდენობა იყო ცხოველის სოფლის შემთხვევების 2013 წელს და რა რაოდენობა გვაქვს 2020 წელს, ეს არის -53%. ანუ განახევრებული არის სოფლის შემთხვევები. ხოლო თუ შევადარეთ ჩვენ ინდიკატორულ ცხოველებს, ანუ ვინაიდან ძაღლების ძირითადად უპირატესად ძაღლების ვაქცინაცია ხდება და ასევე ძაღლების მონაცემები შევადარებთ, აქ არის 62%-იანი შემცირება ცოფლის შემთხვევების. ანუ ნამდვილად არ არის, რომ ცოფი უფრო და უფრო ვრცელდება. გარკვეულად გავეცი ამ კიდევ ერთ მითს პასუხი, თუმცა უფრო სხვა ფორმით მინდა რომ წარმოგიდგინოთ, ეს შეიძლება უფრო რთული ასე ვთქვათ მონაცემია, მაგრამ მინდა რომ ყურადღება მიაქციოთ ყვითელ სვეტებს. ეს არის ნიმუშების რაოდენობა ყოველწლიურად. ანუ ბოლო 3 წელიწადში ნიმუშების რაოდენობა და 2020 წელი სრულად არ მაქვს შეტანილი, სამწუხაროდ ვერ მოახერხე დამატება ბოლო პერიოდის მონაცემების, თუმცა ხედავთ რომ თითქმის გაორმაგებულია ნიმუშების რაოდენობა სოფლის შემთხვევაში. ანუ ეს რას ნიშნავს? გაუმჯობესებულია ეგრეთ წოდებული ეპიდზედამხედველობა. და ეს ასე რომ არ იყოს, კიდევ უფრო ნაკლები appeared, ანუ გამოვლენილი შემთხვევები გვექნებოდა. ანუ ერთის მხრივ არის გაუმჯობესებული, უფრო მეტი ნიმუში შედის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად, ამ კვლევებს უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, ასევე უფასოდ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში და მიუხედავად ამისა, მაინც შემცირებულია სოფლის შემთხვევები. რუკის სახით რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის 2013 წლის რუკა და ხედავთ მუნიციპალიტეტებს, რომელი მუნიციპალიტეტიც გამუქებულია, ფერი აქვს შეცვლილი, ნიშნავს რომ ამ მუნიციპალიტეტში ერთი შემთხვევა მაინც დაფიქსირდა სოფისა და რაც უფრო გრადაციის მიხედვით, რაც უფრო მუქი არის, უფრო მეტი კონკრეტული შემთხვევა იყო იმ მუნიციპალიტეტში. ხედავთ 1116 შემთხვევა და 38 მუნიციპალიტეტი 2013 წელს. 2014 წელს მნიშვნელოვნად არ შეცვლილა მდგომარეობა, ამას თავისი მიზეზები აქვს, იმიტომ რომ ვაქცინაცია ძალაში შევიდეს, ხოლო 2015 წლიდან ხედავთ უკვე მუნიციპალიტეტების რაოდენობის და ცხოველის შემთხვევების კლებას. რომ გადავიდეთ წლების მიხედვით და მივიდეთ 2019 წელს. მოდით უფრო წარმოდგენისთვის, მარცხენა მხარეს არის 2013 წელი, სადაც იყო 116 შემთხვევა და 38 მუნიციპალიტეტი, ხოლო 2019 წელს არის 50 შემთხვევა და 18 მუნიციპალიტეტი. თუმცა ეს გარკვეულ რაღაც მიმართულებას გვაძლევს სამომავლო ღონისძიებებზე და ამაზეც მინდა რომ ორიოთ სიტყვა. აქ არის უფრო ჩაშლილად, ანუ სოფლის დონეზე ძირითადი მუნიციპალიტეტები არის მონიშნული, სადაც შედარებით უფრო შენარჩუნებულია ცოფის გამოვლინება და ხედავთ ეგრეთ წოდებულ 3 ზონას. ეს არის ერთი დასავლეთ საქართველოში ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, რომელიც მოგეხსენებათ არის ეგრეთ წოდებული საზღვრისპირა მუნიციპალიტეტი და გარკვეული გავლენა არის თავისთავად აფხაზეთის ტერიტორიისა. არის ცენტრალურ ნაწილში ეს არის თბილისი და მის ირგვლივ არსებული დასახლებები, მათ შორის რუსთავი და აქ უკვე რა თქმა უნდა გარკვეული მიმართულება გვაქვს, რომ ეს არის ნიუსაფარი ცხოველები და არის კახეთის ტერიტორია, რომელიც ასევე საზღვრისპირა მუნიციპალიტეტები ჭარბობს და აქ მე მაქვს გარკვეული ასე ვთქვათ კომუნიკაცია ჩემს კოლეგებთან და საზღვრის იქით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საკმაოდ მომრავლებულია ცოფის შემთხვევები ბოლო პერიოდში და ისინი ცდილობენ ამ პრობლემის აღმოფხვას ასევე. ეს არის ტრანსსასაზღვრო დაავადება და სწორედ ხედავთ, რომ ეს პრობლემები აი ამ 3 ზონაში გვხვდება და ეს გარკვეულ ფოკუსს გვაძლევს სამომავლოდ ღონისძიებისთვის. არის ასევე რომ მითი რომ რადგან უფასო ვაქცინა არის უხარისხო ვაქცინა და ჯობია რომ არ ავცრათ, ჩემთვის ხშირად დაურეკავთ ამ კითხვით, რომ აი ვეტერინარები არიან მოსული და ავცრა თუ არა, რამდენად ხარისხიანი ვაქცინაა და ამ შემთხვევაში ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით ეს არის, ამ შემთხვევაში ბიოკანიერი იყო ის ვაქცინა, რომელიც წლების განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა ამას არ აქვს კონკრეტულ ვაქცინას მე რეკლამა არ მინდა გამომივიდეს, არ აქვს მნიშვნელობა. თავარია რომ შესყიდვა ხდება მაღალი ხარისხის ვაქცინის და რა თქმა უნდა ცივი ჯაჭვის პრინციპი, თქვენ ხედავთ, როგორც გადასადგილებელი ცივი მანქანა, ასევე მაცივრები, როგორც მაცივარ ოთახები, ასევე პატარა მაცივრები და თერმოჩემოდნები და თქვენ ვინც აი შეხება გაქვთ დაუშვათ რაიონებთან შეგიძლიათ დარწმუნდეთ რომ ვეტერინარები დადიან სრული ეკიპირებით იმისათვის რომ ვაქცინა იყოს შენახული სათანადო პირობებში. შესაბამისად ესეც ცრუ მითია.
არსებული აცრილი ცხოველი 100%-ით დაცულია. ეს არის კიდევ ერთი მითი, რომელიც დასამსხვრევია, მე არ მინდა რომ შევაშინო მსმენელი ამ შემთხვევაში, მაგრამ ცოტა რეალურად მინდა რომ შევხედოთ. რა თქმა უნდა, ცოფის ვაქცინა არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ვაქცინა, რომელიც ძალიან მაღალ იმუნიტეტს აყალიბებს, თუმცა ბუნებაში არაფერია 100%-ით, ამიტომ ყოველთვის გვმართებს სიფრთხილე თუნდაც ვაქცინებულ ცხოველს. თქვენის ნებართვით რაღაც გარკვეული რაღაც მონაცემები წარმოადგინეს, არ არის აი მეცნიერულ კვლევაზე დაყრდნობით, უფრო მეტად ილუსტრაციული ხასიათი აქვს და მივყვეთ პროცენტობას და წარმოვიდგინეთ, რომ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ რაღაც რაიონში ნაკლებად მოვლილ, ნაკლებად ასე ვთქვათ ოჯახურ პირობებში მყოფი ძაღლის მაგალითზე. ნუ ჩვენი მოლოდინი არის 100%-იანი, რომ ეს ცხოველი იქნება დაცული. თუმცა თავად ვაქცინის მწარმოებელი ვერ გაძლევს 100%-იან გარანტიას და იძახის, რომ ის იმუნოგენობაზე არის რაღაც გარკვეული, ნუ დაუშვათ 99% ავიღოთ, რაც ესეთი შეიძლება ცოტათი გამსხვილებულია, მაგრამ ნუ მაგალითისთვის გამოგვადგეს. ანუ თავად ვაქცინის მწარმოებელიც იძახის, რომ 100%-იანი მე არაფერი არ მაქვს და ვერც ვერასდროს ვერ მექნება. შემდგომი გავლენა ეს არის ვაქცინის შენახვის პირობები. და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. აი ხდება ხოლმე ისე, რომ დავუშვათ ცხოველის მეპატრონე ჩამოვა თბილისში, იყიდის ვაქცინას, ჩანთიდან ჯიბი წაიღებს, მერე საღამოს გვიან ჩავა სახლში, რაღაც თაროზე შემოდებს, მაცივარშიც არ შეინახავს. ამ დროს რა ხდება? პირველი რაც ხდება, ამ დროს ვაქცინას თავისი მოქმედების ვადა უმცირდება. ანუ დავუშვათ თუ ქონდა მას ეტიკეტზე რაღაც ნახევარი წელი დარჩენილი, ის მნიშვნელოვნად შემცირდება და რაღაც პერიოდის შემდეგ საერთოდ გამოუსადეგარი გახდება, ანუ მისი მოგენება სრულად იქნება დაკარგული. ამ დროს ჩვენ ხუმრობთ ხოლმე ვეტერინარები და ვეძახით, რომ ჩაი აქვს გაკეთებული და არა ვაქცინა. იმიტომ რომ მას არანაირი უნარი აღარ აქვს შეჩენილი, რომ იმუნიტეტი ჩამოყალიბოს. ეხლა შემდგომი ეს არის თავად ვაქცინაციის პროცესი. ანუ რამდენად სრული დოზა მოხდება. მეც გარკვეული პრაქტიკა მქონია კერძო კლინიკაში, ასევე კარდაკარ ჩამოლის პრინციპით მეც მიმუშავია სურსათის ეროვნულ სააგენტოში და კარგად ვიცი, რომ ხშირად არის 1000-ში ერთხელ შემთხვევა, როდესაც ბოლომდე ვერ შეიყვანს სრულ დოზას. ან საერთოდ გაიქცევა ცხოველი, ხო? აი ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ აქ მით უმეტეს გაითვალისწინეთ, რომ საუბრობ ძაღლზე, რომელსაც სახლში შევუვარდით თავის ტერიტორიაზე, დავიჭირეთ, რომელიც იბრძვის და ამ დროს ცრით და არა კლინიკაში მაგიდაზე შეშინებული ცხოველის აცრა. ანუ აქ სადღაც კიდევ დასაშვებია, რომ შესაძლოა გარკვეულ ასე ვთქვათ, ცხოველებში სრული დოზა ვერ მოხდეს. ეს ყველგან შეიძლება იყოს, მათ შორის კლინიკაშიც. ვაქცინის ჯერადობა. კიდევ 1%, პირობითი პროცენტი, რამაც შეიძლება დააკლოს ჩვენი იმუნური ფონი. ანუ როდის არის აცრილი? აი კიდე ერთი მითი არის ხოლმე. მითი არა, პრაქტიკა არის. აცრილი ყავს შენი ძაღლი? კი, ნუ როდის აცერი? აი 3 თვის რო იყო აცერი და ძაღლი არის 5 წლის. ანუ რატომღაც გონიათ, რომ ეს ცხოვრების განმავლობაში გაყვება. არა, ჩვენ ალბათ ყველამ ვიცით, რომ ვაქცინას 1 წლიანი პერიოდი აქვს და ის ყოველწლიურად უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, ყოველთვის არის, რომ როდესაც პირველად იცრება ცხოველი, ყველა ვაქცინაზე ზოგადად მისი ასე ვთქვათ, სრულ პოტენციალს ვერ ანვითარებს ამ ვაქცინის იმუნური ფონი. შესაბამისად, აი მეორეჯერ თუ არის აცრილი და მესამეჯერ კიდევ უფრო ძლიერდება ამ შემთხვევაში იმუნიტეტი. ცხოველის ჯანმრთელობა. აქ შედის კვება, შინაგანი და გარეგანი პარაზიტები, მოვლა და ასე შემდეგ, სტრესი და ასე შემდეგ, ხო? მოგეხსენებათ, ზოგიერთი ცხოველის მფლობელი საერთოდ არ აქცევს ამ ყოველფერს ყურადღებას და შესაბამისად ამ ცხოველში კიდევ უფრო ნაკლები არის შანსი, რომ ჩამოყალიბდეს სრული იმუნური ფონი. სტრესი. როგორც ვაქცინაციისას, ან მის შემდგომ, ნუ უკვე აღწერე, რომ რაღაც სპეციალური მასშტაბით შედიან ჩემი კოლეგები მისავე ტერიტორიაზე იცრება ან პირიქით კლინიკაში მიდის ცხოველი, რომელიც ყოველთვის არის სტრესში. ესეც გასათვალისწინებელია. ნუ ორგანიზმის იმუნურ რეაქციაზე, ანუ მის უნარზე რამდენად გამოიმუშავებს ანტისხეულებს, ასევე გარკვეული ზემოქმედება შეუძლია და თავად იმუნიტეტის ხანგრძლივობა. ეს რას ნიშნავს? კი, ვაქცინის ინსტრუქციის შესაბამისად, ვაქცინას აქვს 1 წლიანი იმუნიტეტი, მაგრამ აი ამ რაღაც გარკვეული გარეშე პირობების გამო შეიძლება ეს იმუნური ფონი შემცირდეს და მე-11 თვეზე სრულად არ იყოს. ანუ ამ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს და ჩვენ თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, შეიძლება თქვათ, რომ ზოგადად პოპულაციაში, აი ესეთ მასიურად აცრილ პოპულაციაში და არაერთ ინდივიდში,
იმუნიტეტი შეიძლება 90%-ზეც კი ჩამოვიდეს თითოეულ ცხოველის, ანუ მასიურად ცხოველების აცრის შემთხვევაში. ანუ კიდევ ერთხელ არაფერი 100%-ია. ასევე მომისმენია ესეთი, რომ რა უნდა თბილისში ყველა ძაღლის ერთხელ აცრან და მორჩება. ეს ძირითადად მიუსაფარ, ანუ ლამაზი სახელია მიყვარს მაწანწალა და ვიხმარ ამ ტერმინს მაწანწალა ცხოველების შემთხვევაში. აქ მარტივი მათემატიკა დაგვეხმარება, თუ ჩავთვლით, რომ გარკვეული კვლევებით დაახლოებით 40,000 მიუსაფარი ცხოველი არის თბილისში, საშუალოდ და საჭირო იქნება 40 კარგად დატრენინგებული თანამშრომელი, ანუ რომელიც 20 ჯგუფს შექმნის და თუ იმ დათქმით, რომ აი ესეთი ჯგუფი საშუალოდ დღეში აცრის, გამოიჭერს და აცრის 10 ძაღლს, შესაბამისად მათ დასჭირდებათ მინიმუმ 200 დღე იმისათვის, რომ მთელი თბილისი დაფარონ. ამას უნდა დავუმატოთ ამინდი, უამინდობა, უფრო სწორად უქმეები, შვებულება და ეს ყველაფერი გაიწელება 1 წელს. ანუ საჭიროა 40 ადამიანის ხელფასი, 20 მანქანა, საწვავი, ინვენტარი, ვაქცინა, შესაბამისად ეს გარკვეულ მნიშვნელოვან თანხებთან არის დაკავშირებული და ესეც გასათვალისწინებელია, როცა ჩვენ საუბრობთ ხო რაღაც კონკრეტული მიმართულება რომ ვიცეთ ამ საუბარს. ერთხელ გადაცრან ძაღლები და მოგვარდება. ესეც არასწორია, ჩვენ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, აი აცრან დაუშვათ თბილისში, ხ მაგალითისთვის ისევ ძაღლები და მოგვარდება. წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ამთვისებელი ცხოველები, ეს ყვითელი წერტილები არიან ამთვისებელი ცხოველები. ძალიან ბევრი მეცნიერული კვლევით წოფის შემთხვევაში განსაკუთრებულად დადასტურებულია, რომ იმუნური, ანუ შეუვალი ამ დაავადების უნდა იყოს მინიმუმ 70% იმისათვის, რომ თქვათ, რომ პოპულაცია დაცული იქნება და დაავადება ვერ განვითარდება. ვალერი, შეიძლება ხმა გაქვს ჩართული ბოდის. უკაცრავად. ანუ თუ 70%-ია დაცული, ანუ იმუნური და არა ვაქცინირებული, ამის შორის განსხვავებასაც ვიტყვი. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ცხოველის დაინფიცირების შემთხვევაში მას უბრალოდ საშუალება აღარ იქნება და ნაკლებად იქნება საშუალება, რომ დაავადება გაარჩევოს, იქ გაიქცევა, იქაც იმუნური დახვდება, იქ ასე შემდეგ და ეს დაავადება, ასე თქვათ, ვერ განვითარდება. აი წარმოგიდგენთ მაგალითს, ასე და ისე რაღაც ჩემი მაგალითი არის შედგენილი, დაუშვათ რაღაცა ტერიტორია ავიღოთ, რაღაც ერთი სოფელი მაგალითისთვის, სადაც იანვარში, ანუ თვეების ჭრილში განვიხილოთ, იყო საშუალოდ 100 ძაღლი. ეს რა თქმა უნდა იცვლება ახალი ლეკვების რაღაც ასაკიანი ძაღლები კვდებიან და ასე შემდეგ და ივნისის თვეში გადავწყვიტეთ რომ ეს სოფელი ავცრათ. ეს შეიძლება გავავრცელოთ დიდ ქალაქზე, ქვეყანაზე და ასე შემდეგ. და იმ მომენტისათვის ჩვენ ამ სოფელში ძაღლი, ანუ ამთვისებელი ცხოველი, ამ შემთხვევაში ძაღლი ყავს 130 სული. ეხლა კითხვა არის რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენ მივახციოთ 70%-იან იმუნურ ფონს, ანუ ცხოველის დაცულობას. კიდევ ერთხელ, ცხრილი სახით რომ წარმოგიდგინოთ, ანუ ეს 130 სული არის ჩვენი ჯამი და რა თქმა უნდა, ეს არის 100% ამ სულის ულადობისა. ჩავთვალეთ, რომ ერთხელ სოფელში შესვლით, კამპანიური ხასიათის ვაქცინაცია, ჩვენ შევძელით 110 ცხოველის დაჭერა. რაც 110 ცხოველი არის, თავისთავად 110 არის 100%, მაგრამ 130-ის, ანუ სრულ არსებული სულადობის არის 85%. ანუ უკვე შევძელით მხოლოდ 85%-ის დაჭერა ამ თვისებელი ცხოველებიდან. ამ 110-დან შევძელით აცრა 100-ის, იმიტომ რომ ზოგიერთი დაუშვათ მაკეობის ბოლო პერიოდში იყო, რომელიც ძალიან ისეთი ან ჯანმრთელობის მდგომარეობა, ან სხვა გარემოება, რის გამოც ვაქცინის ინსტრუქცია გიგზავნოს ამ ცხოველის აცრას. ესე იგი, ჩვენ თუ 110-დან პირობითად ავცელით 100 სული, საბოლოო ჯამში ამ თვისებელი ცხოველებიდან ჩვენ ჩამოვიდით 77%-ზე. და როგორც გითხარით, თუ ეს ყველა გარემოება დაემთხვა და მხოლოდ 90%-მა გამოიმუშავა იმუნიტეტი, რაც ნიშნავს 130 ამ თვისებელის სულადობიდან მხოლოდ 70% დაგვრჩა ჩვენ იმუნური. ანუ ვითომ ჩვენ დავიჭირეთ 130-დან 110, მაგრამ როგორ ჩამოდის ეს პროცენტი. ამიტომ ყველა ღონე უნდა იყოს ნახმარი იმისათვის, რომ რაც შეიძლება ბევრი ცხოველი აიცრას. აცრა და იმუნიტეტი ერთი და იგივე არ არის. აი მათ შორის, ასე თქვა, 10%-იანი განსხვავება არის, როგორც უკვე გითხარით. ეხლა რა ამყარებს ამ ჩემს ლოგიკას?
აი წარმოგიდგენთ ვაქცინაციის შემდგომ, ეს მასიური ვაქცინაციის შემდგომ ანტისხეულების კვლევის, ასე ვთქვათ, შედეგებს. ფოკუს გავაკეთებ ბოლოს 3 წელს, ვინაიდან იქ სხვა 2015-2016 წლებში ტიტრაციით არ ხორციელდებოდა მხოლოდ ანტისხეულების არსებობა არასეულის ტესტი დგებოდა, ანუ ტიტრაცია ნიშნავს, რომ 0.5 საერთაშორისოდ აღიარებული ერთეული მაინც უნდა იყოს ანტისხეულების დონისა, რომ ჩავთვალოთ, რომ ეს ცხოველი არის იმუნური, ანუ დაცული. ხედავთ, რომ გამოკვლეული 300 ცხოველიდან ყოველწლიურად ხდებოდა 300 შემთხვევითი შერჩევით სოფლებში, აი ფოტოზე არის, როგორ გამოჭერილი არის ცხოველი, უკანა ფეხიდან, ვენიდან იღებენ სისხლს და შემდგომ ხდება მათი ლაბორატორიული გამოკვლევა. საშუალოდ 90% მივიღეთ ზუსტად დაცვის, ანუ იმუნური ფონისა. ანუ ის მექანიზმები, რომ უჭმელია ის სპეცის ქვეშ იყო იქ რაღაც ასე შემდეგ გარემოებები, ეს რეალობაში ესაბამება და მხოლოდ 90% არის დაცული. ეს რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მასშტაბურად, ინდივიდუალურ ცხოველზე ვერასდროს ვერ ვისაუბრებთ, თუ ჩვენ ცხოველს არ ჩაუტარებთ ვაქცინაციის შემდგომ სისხლის ანალიზს. ანუ გასაგებია, რომ ივნისში როცა ჩვენ შევედით და ჩავატარეთ ვაქცინაცია, 90 ცხოველი დაგვრჩა იმუნური, ანუ რაც არის 70%. მაგრამ ცხოვრება გრძელდება. შემდგომ თვეებში კვლავ შეიცვალა იქ სიტუაცია. ახალი ლეკვები გაჩნდნენ, ახალი ამთვისებელი ცხოველები, ზოგიერთი უკვე ვაქცინირებული ასაკის გამო, ან სხვა რაღაც გარემოების გამო მოკვდა და ასე შემდეგ. და ნუ მაგალითისთვის წარმოვადგინე, რომ ისევ 100 სული დარჩა დეკემბერში. მაგრამ იმ 100 სულიდან რამე თუ ახალი თაობა წამოვიდა, ვაქცინირებულები დაიხოცნენ და ასე შემდეგ, 50% გადაგვრჩა. ანუ სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ, რომ რაც არ უნდა ვაქცინაცია ტარდებოდეს, ეს ცოცხალი პროცესია და ყოველთვის არის საფრთხე იმისა, რომ ამ კონკრეტულ ცხოველს მიუხედავად იმისა, მასშტაბურ ჭრილში რომ განვიხილოთ, მიუხედავად ვაქცინაციის კამპანიისა, კონკრეტული ცხოველი მაინც იყოს საფრთხის მატარებელი. აცრან გარეული ცხოველები და მორჩა. ესეც ძალიან ხშირი მითი არის, რომ აი თურმე მხოლოდ გარეული ცხოველებია, რომ ზოგიერთი ასე ვთქვათ, მონაცემებში ასეც არის, რომ ცოფის რეზერვუარი არიან გარეული ცხოველები. ნუ, გარკვეული ასე ვთქვათ, თავისებურება აქვს ამ წინადადებას და გარკვეულ საკითხებში სწორია, გარკვეულ საკითხებში მცდარი. ორალური ვაქცინაცია. გვინდა ორალური ვაქცინაცია. ნუ, პირველი ერთ-ერთ გაზეთში, ძველ გაზეთში ესეც იყო შარჟი, რომ ვეტერინარული სამსახურიო დარბისო ტყეშიო მგლებს იჭერენ და პირში ცრიანო. ნუ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ორალური ვაქცინაცია არ ნიშნავს ცხოველების იმუნიზაციას, რაღაც ინოკულაციის მეთოდით, ეს არის სპეციალური ბრიკეტები, რომელშიც მოთავსებულია ვაქცინას შემცველი კაფსულა და ამ ბრიკეტების დაყრა გარემოში და როდესაც გარკვეული ინდიკატორული ცხოველები ამ ბრიკეტს შეჭამს, იმიტომ მისთვის, ასე ვთქვათ, მისაზიდი სუნი აქვს, გახეთქავს ამ კაფსულას და ლორწოვან გარსით შეიზრდება ეს ვაქცინა და ხდება მათი იმუნიზაცია. ნუ, ეს არის ჩემს მიერ რუმინეთში გადაღებული ფოტო, ეს არის თვითმფრინავის კაბინა, სადაც არის ეს აპარატი დამონტაჟებული და ხდება მთელი ქვეყნის ეს აღიარებული მეთოდი არის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 800 მეტრიანი ინტერვალით უნდა მოხდეს მთელი ქვეყნის ტერიტორიის დაფარვა ამ თვითმფრინავების მეშვეობით და როდესაც გათვლილია რომ ფრენის სიჩქარე, სიმაღლე და გათვლილია თუ რა რაოდენობის სატყუარა უნდა გადმოიყაროს იმისათვის რომ სრულად დაიფაროს ქვეყანა იმ სიმჭიდროვის მიხედვით რაც სიმჭიდროვის ცხოველებიც არსებობენ. რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში აი ამ ფრენისა და სიმაღლის მოცემულობით არის 80 მეტრში ერთხელ ავტომატურად ყრის ბრიკეტს ეს თვითმფრინავი, ნუ გასათვალისწინებელია რომ 500 მეტრით ადრე დასახლებულ პუნქტებთან უნდა შეჩერდეს ამ ბრიკეტების გადმოყრა, იმიტომ რომ დასახლებულ პუნქტებში არ ჩამოიყაროს და შემთხვევით ბავშვებმა არ იპოვონ, მიუხედავად იმისა, რომ სრულად უსაფრთხოა, მაინც უნდა თავი დავიცვათ. აქ არის დამატებითი, ანუ იმ წერტილებში, სადაც განსაკუთრებით საჭიროებს ბრიკეტები, ეს არის სოროები, ეს არის რაღაც გარკვეული ტერიტორიები, კიდევ დამატებით ხელით ლაგდება და თქვენ ალბათ ხედავთ ფოტოზე, ანუ ის რუმინეთის მაგალითი არის, აი მთელი ქვეყანა ესე ზოლებად, ეს სხვადასხვა ფრენის მონაცემები არის კონკრეტულ სეზონზე, არის დაფარული ამ ორალური ვაქცინაციის კამპანიით. და რაც ყველაზე მთავარია და ამას მინდა რომ მივაქციოთ ყურადღება. იმისათვის რომ
ვალიდურობა მოვახდინოთ, ან რამდენად რეალურად მუშაობს ეს ღონისძიება, რამდენად სწორი პერიოდი იქნა შერჩეული, გარემო ტემპერატურა, სწორედ ხდება თუ არა გადმოყრა ვაქცინა, სწორედ იყო თუ არა შენახული, ყველა ამ ღონისძიებას სჭირდება ვალიდაცია, დასაბუთება, ვერიფიკაცია. ამისათვის უნდა მოხდეს, ესეც საერთაშორისო პრაქტიკიდან არის მოტანილი, ყოველ ქვეყნის ტერიტორიის ყოველ 100 კილომეტრზე 4 ცხოველის ამოღება, ანუ მისი მოკლა და მისი გამოკვლევა. ჩემი დათვლებით თუ საქართველოში ჩატარდება ორალური ვაქცინაცია, რომელიც 50,000 კვადრატულ კილომეტრზე, სეზონზე, ანუ ეს გაზაფხულზე და შემოდგომაზე ტარდება, თითოეულ სეზონზე უნდა მოხდეს 2000 მელას მოკლა, როგორც ინდიკატორული ცხოველის და მისი გამოკვლევა, როგორც ანტისხეულების არსებობაზე, ასევე ტეტრაციკლინის არსებობაზე, რომელიც სატყუარაში არის შეზერილი. ანუ კარგი გამოთქმა არის, be careful what you wish for, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, ვინც ვიძახით, რომ ორალური ვაქცინაცია არის მნიშვნელოვანი, უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ სეზონზე, ან წელიწადში ორჯერ უნდა მოხდეს ამ რაოდენობის ცხოველების დახოცვა და მათი გამოკვლევა. ეხლა მე გთავაზობთ რამოდენიმე მონაცემს, რისი არ ქონის შემთხვევაშიც არ ღირს ორალური ვაქცინაციის ქვეყანაში ჩატარება. და ეს ჩემი პირადი შეხედულებები არ არის მხოლოდ, ეს მრავალ კოლეგასთან, მათ შორის იმ ექსპერტებთან, რომლებიც საქართველოში ჩამოსულან საუბრის, ასე თქვათ, შედეგია. არ არის აღმოფხვრილი მაწანწალა ცხოველებში, კიდევ ერთხელ მიყვარს ეს ტერმინი და თქვენის ნებართვით გამოვიყენებ, ცოფის პრობლემა. ანუ ბევრი ექსპერტი და აბსოლუტური უმრავლესობა პირველ ასე ვთქვათ, საკითხად მიიჩნევს აი მიუსაფარი ცხოველებისში ცოფის აღმოფხვრას და გავიხსენოთ 2030 წლისთვის სოფლიოს აღებული აქვს ფოკუსი სწორედ აი ესეთ ძაღლების მიერ გავრცელებული ცოფის პრევენციისა. არ არის ცნობილი ცოფის პრევალენტობა, ანუ გავრცელება გარეულ ცხოველებში. ანუ ეს მონაცემი გარკვეული საკითხების გამო ქვეყანაში არ არსებობს, ეს ძალიან დიდ თანხებთან და ძალიან დიდ კვლევებთან არის დაკავშირებული. არ ვიცი ცხოველთა სახეობრივი რაოდენობა, ანუ გარეულ ცხოველებზე არის საუბარი, რაოდენობა, სიმჭიდროვე, ბინადრობის არეალი, ანუ არ ვიცით მაგალითად საშუალოდ წლის განმავლობაში რამდენი მელა, ტურა, მგელი ყავს ქვეყანაში. რამე თუ ამის მიხედვით უნდა დაითვალოს, თუ რამდენი, ასე ვთქვათ, ბრიკეტი, რამდენი სატყუარა უნდა დაიდოს გარემოში. არ გვაქვს მეცნიერულად დასაბუთება ეგრეთ წოდებული ტყის შტამის ცირკულაციაზე. და პირიქით, გარკვეული კვლევები მიგვანიშნებს, რომ ჩვენთან უპირატესად ფიგურირებს ის შტამები, რომლებიც ძირითადად არიან ასოცირებულები ქალაქის ეგრეთ წოდებულ ქალაქის შტამთან. და მეცაც გითხრათ, გარეულ ცხოველებში ასევე აი ეს შტამები არის დაფიქსირებული. არ ვიცით, რომელი გარეული ცხოველი უნდა ავირჩიოთ სამიზნე პოპულაციად. ეს რატომ? აი ძირითადად ორალური ვაქცინაციას წარმატებით ახორციელებს დასავლეთ ევროპის ქვეყნები და ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დაწყებულია ზოგიერთი ქვეყანა ძალიან წარმატებულად იყენებს ამ მეთოდს. ამ ტერიტორიებზე ჩემს რუმინელ კოლეგებთან საუბრის მაგალითს გავიხსენებ, გაბატონებული უპირატესად გარეულ ცხოველი ეს არის მელა და იქ ტურა ნაკლებად გვხვდება. შესაბამისად ეს ბრიკეტით შექმნილია მხოლოდ მელიესათვის. თავისებურება აქვს ჭამის დროს ის ძალიან აკუცმაცებს, ასე ვთქვათ, საკვებს, შესაბამისად ხეთქავს ამ კაფსულას და ნამდვილად მოხდება მისი იმუნიზაცია. ეს კვლევები არის ჩატარებული ტურაზე, რომელიც ჩვენთან დომინანტი არის ამ შემთხვევაში რიგი მეცნიერის აზრით. და მეცაც გეტყვით, აღმოსავლეთ ევროპაში უკვე ხედავენ აი ბულგარეთში, რუმინეთში ტურა ხდება დომინანტი და უკვე ისინიც ფიქრობენ, რამდენად შეცვალონ თუ არა გაზარდონ ბრიკეტის ზომა თუ არა. ანუ კლასიკურად ორალური ვაქცინაცია გამიზნულია მხოლოდ მელიებისათვის. შესაბამისად არ არის მეცნიერული დასაბუთება იმისა, რომ რამდენად ტურა თავისი პირის აპარატის თავისებურებიდან და კვების თავისებურებიდან გამომდინარე, ნამდვილად გახეთქავს ამ სატყუარას, თუ გადაყლაპავს მთლიანად ამ სატყუარას, გახეთქავს კაფსულას თუ გადაყლაპავს სატყუარას. არ არის რეგიონული მიდგომა. ის ქვეყნები, რომლებიც ჩამოგითვალეთ, რომ წარმატებულად ახორციელებენ, მაგალითად, ევროკავშირი ეხმარება თავის მეზობელ ქვეყნებს და უფასოდ აძლევს ვაქცინას იმისათვის, რომ მისი სასაზღვრო ტერიტორიები აიცრეს. ეს არის ყოველთვის რეგიონული მიდგომა. ჩვენთან სამწუხაროდ სხვა ქვეყნებში ეს ღონისძიებებიც არ ტარდება. არ არსებობს საკომპენსაციო პოლიტიკა მონადირეებისათვის. ევროკავშირში ვაქცინაციის შემდგომ თითოეულ მონადირეს აძლევენ გარკვეულ თანხას იმისათვის, რომ ინდიკატორული ცხოველი, ამ შემთხვევაში მელა დახოცონ და ნიმუშები მოიტანონ ლაბორატორიაში იმისათვის, რომ დადგინდეს ვაქცინაციის წარმატება.
არ არსებობს ქვეყანაში შესაბამისი ავიაკომპანია ეს პირადად მაქვს მოძიებული იმ პერიოდისათვის, ანუ შესაბამისი თვითმფრინავები არ გვყავს, შესაბამისი ტექნიკა. არის გარკვეული პრობლემები ვაქცინის შენახვასთან დაკავშირებით, ეს ბრიკეტი არის -20 გრადუსზე უნდა მოხდეს მისი შენახვა და შემდგომ წარმოგიდგენთ რამოდენიმე ტერიტორიიდან უნდა მოხდეს ამ თვითმფრინავებში მისი მიწოდება, ეს საკმაოდ ლოჯისტიკურად რთული პრობლემა არის. ანუ მე არ მინდა რომ დაგანახოთ ისე რომ ეს შეუძლებელია, მე უბრალოდ ვაქცინაცია არის ბოლო ეტაპი, მოსამზადებელი ეტაპი გაცილებით მნიშვნელოვანია. ჩემის დათვლებით, უბრალოდ ტერიტორიიდან და სატყუარების რაოდენობიდან და სხვა გათვლებიდან გამომდინარე, დაახლოებით 6-7 მილიონი უნდა წელიწადში, ანუ საკმაოდ ფინანსურადაც რთული განსახორციელებელია და ამ ყველაფერს ზურგს უმაგრებს ის, რომ საქართველოში ჩამოსული, ამ მიზნით ჩამოსული არც ერთი ექსპერტის რეკომენდაცია არ არის ოლალურ ვაქცინაციაზე ამ ეტაპზე. აქ არის მოყვანილი ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, FAO, CDC და ასე შემდეგ. მათი, ასე ვთქვათ, რეკომენდაცია არის, რომ ჯერ პირველად მიხედეთ შინაურ ბინადარ ცხოველებს და მათ შორის მიუსაფარ ცხოველებს. დაუბრუნდები იმ მონაცემებს, გარეული ცხოველის წილი არის მხოლოდ 4% გამოვლენის შემთხვევებში. და კითხვა არის თუ არა ის ცოფის რეზერვუარი, ანუ მაშინ როდესაც 40,000 თბილისის მასშტაბით 40,000 მიუსაფარი ცხოველი, არავაქცინებული მიუსაფარი ცხოველი ყავს და თბილისის ირგვლივ შეიძლება დარბოდეს რაღაც 1000 საწყალი მელა. მაშინ როდესაც ისევ და ისევ რუმინეთის მაგალითს ხედავთ ცოფის დადასტურებულ შემთხვევებში მელიის წილი არის არანაკლებ 65%. ჩვენთან 4%. იქ 65%. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ რუმინეთში ნამდვილად ორალური ვაქცინაცია უფრო გამართლებულია ცოფის კონტროლისთვის. აქ მე თავად მიმიღია ბევრი შენიშვნა და ეს რაღაც ჩემი გულის ტკივილია, რომ ერთი დაავადებისთვის ვერ მიგიხედავთო. თავის დროზე მეუბნებოდნენ ამ შემთხვევაში ჩემი კომპლიმენტები ჩემს კოლეგებს, რომლებიც არა მხოლოდ ცოფს, არამედ სხვა ძალიან ბევრ დაავადების კონტროლს ახორციელებენ და აქ უკვე ჩვენი გარეშე ადამიანების ჩართულობა სწორედ იმაშია და ამაში ვხედავთ, ამიტომაც დავთანხმდი ამ პრეზენტაციაზე, რომ ჩვენი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ცოფი, რომელიც შეიძლება ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტული იყოს, ასევე დავაყენოთ ქვეყნის დღის წესრიგში და არ მოხდეს მისი გაბლარვა სხვა ღონისძიებების, სხვა დაავადებებისა და სხვა, ასე ვთქვათ, საჭიროებების გამო. ამ შემთხვევაში ფოკუსი ვერ იქნება ქვეყნის მხოლოდ ცოფი, მაგრამ ეს ჩვენი როლია, რომ დავანახოთ საჭიროება, ყველანაირად ჩავერთოთ, რომ ყველამ ერთად დავამარცხოთ ეს დაავადება. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ძალიან ხშირად შემოხდა სოციალურ ქსელებში, რომ თუ საყურე აქვს, ესე იგი აცრილია და ვაქცინაცია არ ჩაიტარო. მიმართავდნენ მოკლედ ერთმანეთს და მის სიცოცხლის ბედს წვიტავდნენ რაღაც გარკვეული მცირე მონაცემებით. ხედავთ თქვენ ფოტოზე საყურიან ცხოველებს, ვიცით ჩვენ ეს ალბათ ყველამ რას ნიშნავს, ეს ცხოველი ოდესღაც იყო დაჭერილი, მასზე ჩატარდა სტერილიზაცია, კასტრაცია და აცრა ცოფის საწინააღმდეგოდ. მაგრამ როდის ეს იყო შეიძლება 1 თვის წინ, 3 წლის წინ, 5 წლის წინ, ანუ ამ შემთხვევაში არ ხდება მუდმივად იგივე ცხოველების გამოჭერა და თავიდან ვაქცინაცია. ამიტომ ჩვენ ვერ ვიქნებით გარანტია, ვერ გვექნება გარანტია, რომ საყურიანი ცხოველი აუცილებლად იმ მომენტში არის იმუნური. არ ვთვლი კიდევ იმას, რამდენად ზოგადად იმუნიტეტი დადგა, თუნდაც 1 თვის წინ იყოს აცრელი. აქ შეიძლება იყოს საკითხი, რომ 2-3 წლიანი ვაქცინებიც ხომ არსებობს და არა, არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ არ არის რეკომენდაცია ასეთი ვაქცინების ინფიცირებულ ქვეყნებში გამოყენებისა. ყოველთვის მიუხედავად იმისა, რომ გამოიყენებ, მაინც ყოველწლიურად უნდა აცრა ცხოველები, ასეთია მსოფლიო რეკომენდაცია. ინკუბაციურ პერიოდზეც ხშირად მომისმენია, 1 წელი არა ისა, საიდან მოიგონეთ 1 წელი ვეტერინარებმა. ამ შემთხვევაში ჩემი კომპეტენცია საკმარისი, რა თქმა უნდა, არ იქნება. ეს არის ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოდექსი, რომლის მიზნებისთვისაც, ეს არის ძირითადად სავაჭრო მიზნებისათვის, ინკუბაციური პერიოდი არის 6 თვე და ამას თავისი მიზეზები აქვს, შორს წაგვიყვანს. იგივე მონაცემის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ მონიშნული მაქვს ის ადგილი, ცოფის ინკუბაციური პერიოდი არის 1 კვირა ან 1 წელი, თუმცა ტიპიურად 2-3 თვე. ანუ მეცნიერულად ეს შესწავლილია, რომ შეიძლება ინკუბაციური პერიოდი 1 წელის გასტანოს, ამიტომ ჩვენ ამას ვერ გამოვიცხავთ. FAO ასევე 1 წუთით გავაჯობოთ. შეიძლება ჩაგეჭრათ. მოდი გავასრულებ რა და შემდგომ აი ცოტა ხანი გადაგვრჩა და მე უკვე კითხვა-პასუხი პერიოდი იქნება. მადლობა.
ხო, კიდევ ერთი საკითხი, რომ ცოფი მარტო კმენით გადადის და აუცილებლად სისხლი უნდა წამოგივიდეს. აქ მე არ მინდა რომ ჯანდაცვის ექიმების კომპეტენციაში შევიდე, მე ამას არასდროს არ ვაკეთებ. ყოველთვის მე ჩემს აზრს ვეუბნები დაუშვათ. ხშირად მირეკავენ ხოლმე აუცრა თუ არ აუცრა, მე აუცილებლად ვალდებული ვარო გავუშვა ექიმთან. ვინაიდან კიდევ და კიდევ ეს არის მათი კომპეტენცია, თუმცა მე ვეტერინარული პერსპექტივით ვიტყვი. სამი ექსპოზიცია, ანუ სამი კონტაქტი არის მნიშვნელოვანი, ეს არის დაკბენა, დადორბლა, დაკაწვრა და გეტყვით რატომაც. ნუ აქ მაგალითისთვის დაკაწვრა რატომ? ცხოველი როცა დგას, ცოფიან ცხოველს გულისხმობ, გადაადგილდება, მას ჰიპერსალივაცია აქვს, ანუ ნერწყვის ხშირი გამოყოფა და პირველი რაც ხდება, ეს არის თათები, ხო? ანუ თათები არის დანერწყვილი სრულიად, ანუ ამ შემთხვევაში თათი რომ ჩამოფხაჭნოს, შესაძლოა ასევე გამოიწვიოს ცხოველის ან ადამიანის დაინფიცირება. ხოლო რაც შეეხება დადორბლას და რაც შეეხება სისხლის წამოსვლას, ну, აღწერე რა რომ ეს არის ნეიროტროპული ვირუსი, ის არ არის, აი საერთოდ არ ცირკულირებს და ორგანიზმში არ გადაადგილდება სისხლძარღვების სისტემის მეშვეობით. ის ნერვებს მიყვება. ამიტომ აუცილებელი არ არის, ანუ რას ნიშნავს, ხო? ჭრილობა როგორია? შეიძლება მოხდეს ჭრილობა, რომელმაც მხოლოდ კანის თლიანობა დააზიანოს, თუმცა იმდენად მიზერულად, რომ სისხლი ვერც კი შევამჩნიოთ და არც კი იყოს ადგილზე, ანუ სისხლძარღვებს არ შეეხოს, თუმცა კანის თლიანობა დარღვეულია. ეს საკმარისია იმისათვის, რომ ვირუსი შეიჭრას და ამიტომ ყოველთვის ეს ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს ექიმმა. არის შემთხვევები, როდესაც ექიმი იტყვის, რომ მაინც უნდა რადიოლოგმა, მაინც უნდა აიცრას, არის შემთხვევები, როდესაც რადიოლოგი იტყვის, რომ არა, არ უნდა აიცრას, გარკვეული გარემოებიდან გამომდინარე. ანუ ჩვენ ნუ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომ რადგან სისხლი არ წამომივიდა, ან რადგან რაღაცა ხილული ჭრილობა არ მაქვს, ზოგიერთი რა ვიცი ფიზიკურად მუშაობს, ხელზე მუდმივად აქვს მიკროჭრილობები, რომლებიც არ ჩანს, ხო? ან თითქმის შეხორცებული ჭრილობები, ანუ ეს გარემოებები ყოველთვის გამოცდილმა ადამიანმა უნდა შეაფასოს. გასწრებთ? ნუ, სხვა სასაცილო უკვე სასაცილო მითები, ისეთი მოვლილი ძაღლი მყავს, რომ ამას ცოფი არ დაემართება, სამწუხაროდ ეს ასე არ არის, რაც უნდა ნაკვები ძაღლი ყავდეს, თავარი არის მისი იმუნიტეტი, იმუნური ფონი. მონადირე ძაღლი 6 თვემდე არ უნდა აიცრას, ესეც ძალიან ისეთი გაბატონებული მითია, თორე ყნოსვას კარგავს. თელს მსოფლიოში საუკეთესო, ასე თქვათ, გამოფენის ცხოველებიც იცრებიან 3 თვიდან, ასე რომ ესეც მითი არის. ცოფიანი ცხოველის მიერ დაკმენილი აუცილებლად ძაღლს სხვა ქვეყანაში არ აძინებენ, ეს კიდევ ერთი საკითხია, რომელზეც ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იყო და მეც შევეცადე რომ ჩავთვლიყავი ამ საკითხში და მოვიძიე რამოდენიმე ქვეყნის, ამ შემთხვევაში CDC-ის მონაცემები, დაავადებათა და კონტროლის ცენტრის და თქვენის ნებართვით აქ ინგლისურად არის წარმოდგენილი და თარგმნე. ასეთი მიდგომა აქვთ და ამერიკაში. ცოფთან ექსპოზიციის შემდგომ იმ ძაღლების, კატებისა და ქცვინების, რომლებიც არასდროს ყოფილან აცრებენ ცოფზე, ევთანაზია უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ ცხოველთა ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ. ვინაიდან არ არსებობს აშშ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ანუ USDA-ის მიერ ლიცენზირებული ბიოლოგიური საშუალებები მანამდე არასდროს ვაქცინირებული შინაური ბინადარი ცხოველების პოსტექსპოზიციური მკურნალობისათვის. მხოლოდ ვაქცინა, ანუ პოსტექსპოზიციური მკურნალობა, მხოლოდ ვაქცინა დამოუკიდებლად ვერ მოახდენს ცოფის პრევენციას ამ ცხოველებში. თუმცა არის მეორე დათქმა. პატრონიანი ცხოველის შემთხვევაში, თუ ცხოველის მეპატრონე წინააღმდეგია ცხოველის ევთანაზიისა, ასეთი ცხოველი უნდა მოთავსდეს მკაცრ კარანტინში 4 თვით, ძაღლისა და კატის შემთხვევაში და 6 თვით ქცვენის შემთხვევაში. ცოფის ვაქცინა უნდა გაუკეთდეს კარანტინში მოთავსებისას, ყველა ღონე უნდა იყოს მიღებული, რომ ცხოველების ვაქცინაცია მოხდეს ექსპოზიციიდან 96 საათში. ეს არის, ასე ვთქვათ, და სხვა ქვეყნებს, ახლა დიდი ბრიტანეთსაც ოდნავ განსხვავებული, თუმცა იგივე ლოგიკაში იგივე მიდგომა აქვს. და ერთი საკითხი, მე არ მინდა რომ რაღაც მიწყინოთ, მე ამ მიზნით არ ვაკეთებ ამ სლაიდს, თუმცა განსაკუთრებით მივმართავ ცხოველთა მოყვარულებს, ცხოველთა უფლებებს დამცველებს, რომლებსაც ძალიან ბევრ ადამიანს ჯერა თქვენს რჩევებს ითვალისწინებენ და თქვენ ხართ პირველი, ვისაც შეუძლია გარკვეული ცვლილებები შეიტანოს ამ ასე ვთქვათ, ცნობიერების ამაღლების კუთხით. თხოვთ, რომ ნუ გასცემთ ისეთ რეკომენდაციებს, რომლებიც ბოლომდე არ გესმით. აი, მინახავს ხოლმე, რომ არა, ანუ კონკრეტულად არ ვიძახი, მათ შორის მე ძალიან ისე პოლემიკაში შევდივარ ხოლმე, ისე ვიღაცამ წავიდა აიცრა, ან არ აიცრა და მე ყველას აძლევს რეკომენდაციას. არა, კაცო, არ აიცრა.
ეს არის სიცოცხლე სიკვდილის საქმე. მე არ ვაძლევ და ჩემი ბევრი კოლეგა არ აძლევს თავს უფლებას, რომ ჯანდაცვის კომპეტენციაში შეიჭრას, მიუხედავად იმისა, რომ სოფი თავდაპირველად ეს არის ცხოველური დაავადება და შემდგომ გადადის ადამიანებში. მე ყოველთვის მე შეიძლება ჩემ თავზე მივიღო ესეთი გადაწყვეტილება, ავიცნო თუ არ გავიცრა, მაგრამ ყოველთვის ვაძლევ რეკომენდაციას, რომ ამის გამო მე ვთვლი, რომ აქ საფრთხეები არის დაბალი, მაგრამ ეს არის შენი გადასაწყვეტი ექიმთან რეკომენდაციის შემდგომ. მეცაც გეტყვით, ხო, შორია ძალიან ხშირი მაქვს ხოლმე ესეთი მირეკავენ შეშფოთებული ზოგი მშობელი ბავში, აი დაახლოებით 9 საათი დამჭირდა ერთი ქალბატონის დარწმუნება იმაში, რომ ნუ გეშინია და შენ აი შენს შვილს აი წარმოუდგენელია, რომ აქ ეს რაღაც ლოგიკური გათვლით სოფი კონდეს, მაგრამ წადი ახლა და აუცილებლად აცერი, იმიტომ რომ გატყობ, რომ შენ იმდენად ნერვიულობ, რომ დაგანგრევს ეს ორგანო და ანუ სანამ შენ ამას მოინელებ, ხო? ერთ შემთხვევასაც გეტყვით სახელის დასახელების გარეშე, რა თქმა უნდა, ერთი პიროვნება დამიკავშირდა, რომელსაც შეხება ჰქონდა დაავადებულ ცხოველთან, რომელსაც ჭირი ჰქონდა ლაბორატორიულად დადასტურებული, თუმცა პანიკურად შეეშინდა ცოფის და ზუსტად 1 წელი ელოდებოდა, როდის მოკვდებოდა ამ დაავადებით. ზუსტი თარიღიც ჰქონდა, რაღაც 20 დეკემბერი, რომ 20 დეკემბერს აუცილებლად უნდა მომკვდარიყო, სამსახურს თავი დაანება, სახლიდან არ გამოდიოდა, ანდერძი ჰქონდა დაწერილი ჩემთან საუბრის დროს და ელოდებოდა 20 დეკემბერს, იმიტომ რომ ლიტერატურაში წავიკითხეო, რომ ნამდვილად 1 წელი აქვს ინკუბაციური პერიოდიო. ნუ ალბათ 2 საათი დავხარჯე ამ ადამიანთან იმისათვის, რომ დამერწმუნებინა, რომ მას საფრთხე არ ემუქრებოდა და ბოლოს იყო, რომ დიდი მადლობაო, 20 დეკემბრის მერე ცოცხალი თუ იქნები, აუცილებლად დაგირეკავ და მადლობას გეტყვიო. ნუ, ანუ არის რაღაც მომენტები, ამიტომ თქვენი ჩართულობა აქ ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, აქ ყოველთვის არის, რომ ეხლა სპეციალისტი, ყველაფერში სპეციალისტი ვერ იქნება, ვეტერინარიის შესწავლა სჭირდება 5 წელი, მე მაგალითად 10 წელი ვისწავლე, მაგრამ შეიძლება ცოფი მესმოდეს და სხვა დაავადებები კარგად არ მესმოდეს, ასე რომ ეს, რა თქმა უნდა, სუბიექტური საკითხია. და მთავარია რომ სპეციალისტად ჩამოყალიბებას მთელი ცხოვრება ჭირდება, ამიტომ თხოვნა იქნება რომ ასეთ საკითხებზე გაიარეთ კონსულტაცია კომპეტენტურ სპეციალისტთან და უფრო მეტად დაუკვირდეთ რას რჩევებს. პირიქით თქვენი საშუალებით უფრო ადვილად გავრცელდება ისა თუ ის ინფორმაცია, რაც სწორია და რაც საჭიროა რომ მიეწოდოს სხვა ცხოველთა დამცველებს. და ამით დავამთავრებ მე რომ ცოფის პრევენცირებადი დაავადება, ესე იგი შესულია პრევენცირება დაავადებათა ჩამონათვალში, ანუ არსებობს ძალიან ძლიერი ვაქცინა, არსებობს მიდგომები, თუმცა ნუ დავალოდებით რომ ამას ვიღაცა თუნდაც სახელმწიფო გააკეთებს ჩვენთვის, მხოლოდ აქ უნდა ვიყოთ ჩართული ყველა და მე ჩემი როგორც საზოგადოებრივი, ასე ვთქვათ, საჭიროებიდან გამომდინარე ამ ფორმით ვარ ჩართული. საჭიროებები არის რომ არსებობს გარკვეული შესაძლებლობა რომ დაიხვეწოს სოფის არსებული რეგულაცია, ამაზე მიდის მუშაობა და სიამოვნებით გარკვეულწილად მეც ვარ ჩართული და სიამოვნებით გავაგრძელებ და სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების თანამშრომლობა, ანუ ეს სოფლიო მიდგომა არის public private partnership და ასევე სოფზე ზონალური მიდგომა, აი ჩემი რეკომენდაცია იქნება ზოგადად ქვეყნისადმი, რომ აი ამ ზონებში უფრო გაძლიერდეს სოფის პრევენცია და მიუხედავად იმისა, რომ მაინც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება ვაქცინაცია, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს იმ ზონებში, სადაც ბოლო პერიოდში აქტიური არის სოფი. ძალიან დიდი მადლობა, იმედია რომ რეგლამენტში ჩავეტიე, მზათა ვარ რომ შეძლებს დაგვარად გავცეთ თქვენს კითხვებზე პასუხი. თხოვნა იქნება რომ თანმიმდევრობა რომ დავიცვათ, კარგი იქნება რომ ხელის საწევიდან რამენაირად დავიცვათ თანმიმდევრობა რომ გული არავის დაუწყოთ. თუ იმეს აქვს რაიმე კომენტარი, თუ კითხვა არის, გთხოვთ ავიწიოთ ხელი, აი მორში რომ შევიდეთ ფუნქცია არის. უბრალოდ რეაქცია, მორის გვერდ რეაქცია გაჩნია როგორ არის თქვენთან კონფიგურაცია, reaction მან შეგვიძლია შევიდეთ და რაღაც ხელის ფუნქცია მოვნიშნოთ და შესაბამისად მოგეცემათ საშუალება. თქვენის ნებართვით მე ეკრანზე როგორც მიჩანს, იმის მიხედვით გავყვები, ანა ნასუაშვილი არის პირველი ეკრანზე ჩემთან. გისმენთ ანა? მოგესალმებით, ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის ზუსტად 10 დღის წინ მქონდა ერთი პანიკური შეტევა. ამ იზოლაციაში რაიონში ვართ დარჩენილები და მოკლედ ჩემი შვილები გიждდებიან ცხოველებზე. გადავწყვეტეთ ძაღლი მოვიყვანეთ ერთი თვია რაც ვაჩუქეთ დაბადების დღეზე და ჯერ სოფზე არ არის აცრელი ვამუშავებ ჭირის ვაქცინა კომპლექსური გავუკეთე. და კარის ბლეკვია პატარა და გოჭი ყავს, რომელმაც უკბინა ჩემ გოგოს თამაშის დროს და
ძალიან რა ბიოლოგებთან ვეკავდით ყველასთან ვეტერინარებთან და ყველამ უნდა აცრა რახან უკბინა. მე თქვენთ მოგწერეთ და მაინტერესებს რა იცი, როცა უყურებს ხოლოს და სახში მყავს. თუ ცოფიანი ის ყველა ვარიანტი ხო უნდა მოკვდეს 10 დღეში და მღრნელებიდან თუ გადადის, როცა ეზოშია ცხოველი, ეს მაინტერესებს, რამდენად აი თაგვები, ვირთხები, ესენი არიან გადამტანები. ხა გარეულ ცხოველებთან ამათ ნამდვილად არ ქონიათ შეხება. მადლობა ანამ, თუ შეიძლება ხელი მოხსნა, რომ ზუსტად იცოდე ვინ არის აქტიური. და საინტერესო საკითხი შეეხე, კიდევ და კიდევ ვიმეორებ, ყველა შემთხვევა არის ინდივიდუალური, აქ რეცეპტი არ არსებობს, ყველა შემთხვევას უნდა ინდივიდუალური, როგორც ვეტერინარული, ასევე რადიოლოგიური მიდგომა. რა თქმა უნდა, ამ თვისებელი ცხოველი არის ყველა თვისისხლიანი, როგორც ლიტერატურაში წერია, თუმცა მოდით ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით რომ მივუდგეთ. ანუ ცოფიანმა გამწარებულმა მგელმა უნდა უკბინოს თაგვს, რომელი თაგვიც ამ კბენის შედეგად უნდა გადარჩეს, იცოცხლოს რაღაც პერიოდი, ჩამოყალიბდეს, თაგვებში მოკლე არის პერიოდი დაახლოებით 40 დღე მან, ჩამოყალიბდეს დაავადება და ეს განწარებული თაგვი უნდა ეცეს, ანუ ეს ალბათობები არის ძალიან დაბალი, თორე რატომ არის რომ ქალაქში ძაღლებში უფრო აქტიურია ცოფის გავრცელება ვიდრე კატებში? იმიტომ რომ კატებს ვერ იჭერენ ცოფიან ძაღლები და გარბიან უფრო ადვილად, ხო? ანუ ეს ეპიდემიოლოგიური საკითხია და ძაღლები უფრო ერთმანეთში უფრო ჩხუბობენ და უფრო შესაბამისად ვრცელდება. იგივე არის საკითხი მსხვილფეხა საქონელში, ხო? რატო არის ბევრი შემთხვევები? იმიტომ რომ ისინი ვერ გარბიან, ისინი არ გარბიან და მათზე დაკმენა ხდება და ამიტომ თაგვი ან სხვა ესეთი პატარა მღრღნელი, ამისი თეორიული ალბათობა არსებობს, მაგრამ პრაქტიკული მნიშვნელობით ნაკლებად არის. იგივე ვირთხა, ხო? ვირთხა კი უფრო დიდია ტანად, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე რომ ვირთხამ რომ იკბინოს, მე ამე არ დამეძინება იმაზე ფიქრით, რომ ხომ არა მოხდა ეს 1000 მილიონში ერთი შემთხვევა და მაინც ხო არ. აქ არის გარემოება, რატომ უკბინა ძაღლის კბენაც, ეხლა არ ნიშნავს, რომ ყველა ძაღლის კბენა აუცილებლად უნდა გავიქცე, ეს უნდა შეფასდეს. რატომ თუ ახლა თავში რაღაცა ჩავარტყი, ეგრე მეც უკბენ ადამიანს, ხო? შესაბამისად, რატომ მოხდა კბენა, რა გარემოებაა, ცხოველს ხო არა აქცევის შეცვლა და ის კლინიკური ნიშნები და რაც შეეხება იმ პერიოდს მივიღო თუ არა გადაწყვეტილება, ეს კიდევ და კიდევ დაკმანის ხარისხს ეს ყველაფერი რადიოლოგმა უნდა შეამოწმოს. იმიტომ რომ მოდით ესეთი ვარიანტი ვთქვათ. დაკბინა ცხოველმა იმ მომენტში, როდესაც მას თავის ტვინში უკვე ქონდა დაავადების აღძვრელი, ამავდროულად ნეცხვშიც, აი ეს პერიოდი ემთხვევა ერთმანეთს. ანუ 10 დღე არის იმისათვის, რომ ეს დაავადება ჩამოყალიბდეს. შეიძლება უკვე ეს 10 დღე აღარ იყოს საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ ადამიანი დავიცვათ. ანუ აქ ეს ხო არ არის ვაქცინა ბახდა მეორე წუთას უკვე მას უნდა მინიმუმ 14 დღე, ხო? აქ შრატი ეხმარება, აქ სხვა საკითხებია, ხო, ჩართული. ამიტომ ყოველთვის არის ინდივიდუალური. მე ვერასდროს ვერ დავწერ რეცეპტს, ვერც მე ვერც ავირავინ, ჩემზე გაცილებით მაგარი სპეციალისტებიც კი იგივე რეკომენდაციას მოგცემენ, რომ აი ეს არის ყოველთვის ინდივიდუალური მიდგომა. მე მესმის, რა თქმა უნდა, ჩემ რადიოლოგების, ექიმების თითქმის უმეტეს შემთხვევაში აუცილებლად აცრიან ცხოველს, ეს ადამიანს, იმიტომ რომ თავი დაიზღვიონ. აი სულ რო იცოდნენ, რა ვიცი. ეხლა აქ არ მესმის თუთი ყურში რატო ცრიან, მაგრამ მესმის რომ ცხოველის შემთხვევაში იქნება ვერ გიყვება ბოლომდე, იქნება რაღაც სხვა გარემოება იყო, იქნება ვერ იცნო ის ცხოველი და შემდეგ ყოველთვის მაინც აცრისკენ მიდიან და ხუმრობ კიდევაც რომ გამარჯვებისას ხელს რო ჩამოვართვენ რადიოლოგს, აუცილებლად ნემს გაგიკეთებს უცბად, რომ თავი დაიზღვიოს. იმიტომ რომ ის ადამიანი რომ მოკვდეს, იმ ადამიანს როგორ უნდა იცხოვროს, ხო, მე ამ რადიოლოგმა თავისი არასწორი გადაწყვეტილებით. სანამ კითხვებზე გადავალ, ჩეთში არის კითხვები და მას წავიკითხავ. ცხოველის აყვანის შემთხვევაში, მაგალითად ძაღლის, რამდენ ხანში უნდა მოხდეს მისი აცრა? თუ არ ვიცით ცხოველის მანამდე არსებული ისტორია და არ ვიცით ის ვაქცინებულია თუ არა, შეგვიძლია რომ დაუყოვნებლივ აცრათ, რა თქმა უნდა, უმჯობესია რომ ვაქცინაციამდე ყოველთვის ჩატარდეს დეჰელმინთიზაცია, ანუ შინაგან ჭიებზე დამუშავება, რომ უფრო მეტად იყოს ვაქცინის იმუნიტეტი დამდგარი და ამას, ანუ მინიმუმ ეს არის 3 თვე, რომელიც არის რეკომენდაცია 3 თვიდან იცრებიან ლეკები. და რომც რაღაცა რო იყოს და რომც იყოს ეს ცხოველი ვაქცინირებული დაუშვათ 6 თვის წინ, ეს არანაირად მის ჯანმრთელობაზე არ აისახება, თავარი ორალური ვაქცინაციის შემთხვევაში 10-ჯერადი დოზაც გაუკეთებია ცხოველებისთვის და ის მის ჯანმრთელობაზე ზეგავლენას არ ახდენს, ასე რომ ეს არ არის რაღაც ხელის შემშლელი ფაქტორი. ძაღლებში ცოფის გადაცემა თუ ხდება სქესობრივად ან დედიდან ლეკვებზე. როგორც გითხარით,
ეს დაავადება არის ნეიროტროპული, ანუ ის ნერვში და შემდგომ უკვე ნერწყვის საშუალებით გადადის. ანუ თქვენ თუ საუბრობთ ახლა რომ უშუალოდ აი იმ 10 დღიან პერიოდში, როდესაც სოფის გამავრცელებელი იყო, ამ ცხოველს ჯერ ეგერთი არანაირი ინტერესი არ აქვს სქესობრივი ტოლობა, იმიტომ რომ ამ დროს მისი ცენტრალური ნერვული სისტემა დაზიანებულია და ის საერთოდ მოკლედ აგრესიულია, ან პირიქით შეიძლება ძალიან მელანქოლიური იყოს, არ ჭამს, დარბის, მოკლედ ქცევას იცვლის. მაგრამ თუ კონტაქტი ნებისმიერი კონტაქტი ქონდა ცხოველთან, არასქესობრივი ამ შემთხვევაში ეს არ არის მთავარი, ანუ ეს არის ნებისმიერი ფიზიკური კონტაქტი, რა დროსაც ნერწყვის საშუალებით გადასცა ეს, რა თქმა უნდა, აქაც არის შანსი. და დედიდან ლეკვებზე, ახლა იგივე, ანუ ეს რაღაც ძალიან მეცნიერულ კვლევებს საჭიროებს, მაგრამ იგივე ლოგიკა უნდა იყოს, რომ აუცილებლად იმ პერიოდში უნდა მოხდეს დაინფიცირება, ანუ ეს პლაცენტარული გზით, მოკლედ ბუნებრივ პირობებში არ გადადის, ის როგორც გითხარით, მიემართება ცენტრალური ნერვული სისტემისკენ, ეს არ არის როგორც სხვა ინფექციები, რომ ცირკულირებდეს ორგანიზმში სისხლის მეშვეობით, პლაცენტის მეშვეობით გადავიდეს, ეს არ არის, მოკლედ არ მინდა არა ვთქვა, იმიტომ რომ ამას გარკვეული კვლევების საჭიროებს და მე ამის უფლება არ მაქვს, მაგრამ ეს არ არის რეალურად ეპიდემიოლოგიად მნიშვნელოვანი. ის დედა სანამ ლეკვებს დაყრის 10 დღეში აუცილებლად მოკვდება, ასე რომ ვერ გაავრცელებს ამ დაავადებას. შემდეგი ჩანს ივანე ჩანს ჩემთან, არ ვიცი ხელი აქ აწეული თუ კითხვა არის. კი, კითხვა გვაქვს ჩვენს. ანუ ჩვენ რამდენადაც ვიცით, სოფის გამოვლენა როცა იწყება, ძაღლს აქვს რამდენიმე სტადია, ანუ ეგრევე აგრესიული ფორმა არ აქვს, ხო? ამიტომ ხო, ანუ გვიან ფორმა არის ეს აგრესიის გამოხატვა. მაინტერესებს აი სიტყვაზე, როცა ჯერ კიდევ არ არის ეს აგრესიული ფორმა გამოვლენილი და იმ შემთხვევაში დაუშვათ თამაშის დროს შემთხვევით მოხდა გაკაწვრა ან ნერწყვის ჭრილობასთან კონტაქტი, მაგ შემთხვევაშიც გადაეცემა თუ არა და არ ვიცი მეორე კითხვაც მაგ და ბარემ კითხვა დაგისვათ თუ ჯერ პასუხს გაკეთებ. კი ბატონო, ესე ჯობია. და მეორე კითხვა მაქვს ის, რომ აი სიტყვაზე თუ ლეკვი აგვყავს ქუჩიდან ან ყიდულობთ და მას უკვე მოუწია კონტაქტი დაუშვათ ინფიცირებულ ცხოველთან და აქვს საინკუბაციო პერიოდი. საინკუბაციო პერიოდში გაკეთებული ვაქცინაცია რამდენად ეფექტური არის და რამდენად აქვს შედეგი, რომ არ განვითარდეს საბოლოოდ და არ გამოვლინდეს. გასაგებია. პირველს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, როგორც ყველა დაავადებას თავისი ფაზები და სტადიურობა აქვს, პირველი არის უფრო რაღაცა აღზრდებითი ფორმა, მერე არის ბოლოს დამბლითი ფორმა. მე განგებ არ შევედი ამ დეტალებში, იმიტომ რომ ადამიანმა ისე უბრალოდ არასპეციალისტმა შეიძლება რაღაც გარკვეული, შეიძლება მაგალითად სინათლის შიში კონდეს. სინათლის შიში შეიძლება რაღაცა სხვა გარემოების გამო კონდეს. ანუ კონკრეტული აი ამ კლინიკურ ნიშნებს არ ვთვლი, იმიტომ რომ ეს კომპლექსში უნდა მოხდეს. ერთ-ერთი ბოლო დამბლითი ფორმა არის, როდესაც ეგრეთ წოდებული ბუზის ჭერის სტადია, როცა აი ჰაერში არარსებულ ბუზებს, ასე თქვა, ებრძვის ძაღლი, ხო? უკანა კიდურებიდან იწყება დამბლა, უკანა კიდურების ფოხიალი იწყება. ანუ ძალიან ბევრი საკითხია. ან შეიძლება იმ მომენტისთვის საერთოდ არ კონდეს კლინიკურ ნიშნები და აქ მივალ შენს იმ კითხვაზე, რომ რიგი კვლევებით ხილული კლინიკური ნიშნების გამოვლინებამდე 2-3 დღით ადრე უკვე გამავრცელებელი შეიძლება იყოს. ნაკლები დოზით, მაგრამ გამავრცელებელი. ცხოველთა ჯანმრთელობის ორგანიზაციის კოდექსში წერია, რომ 10 დღე დაიცავი თავიო კლინიკური ნიშნების გამოვლინებამდეო. ანუ ის ყოველთვის მაქსიმალისტია ამ დროს OI და ის თავისი მიზნებისთვის და ამიტომ 10 დღეს იჭერს თადარიგს. მაგრამ ეს ზუსტად ეს პერიოდია, რომ შენ უკვე გარკვეული კლინიკური ნიშნები უკანვე შეატყო. ანუ ის როდესაც ჩვენ ძაღლი გვიკვმენს, ხო, ვიცით რომ 10 დღე უნდა დავაკვირდეთ, ხო, იმ ძაღლს. ეს დაკვირვების პერიოდი არის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ ამ ვიწყებთ ვაქცინაციას თუ არ ვიწყებთ, ამას რა ბიოლოგი გადაწყვეტავს, მაგრამ 10 დღის შემდეგ, როდესაც უკვე მესამე ვაქცინაზე მივალთ, თუ ცხოველი ცოცხალია, თუ ცხოველს არანაირი ხილული ნიშნები არ აქვს, ამ რეკომენდაციით უკვე წყვიტა ვაქცინაციას, იმიტომ რომ 20 დღის და 30 დღის მერეც რომ მოკვდეს ცოფით, ამ დროს ნეწყვში ეს დაავადების ამოძრელი არ იყო და ის იყო სადღაც, ასე თქვა, ცენტრალური ნერვული სისტემისკენ მიმავალ გზაზე. და ანუ ამ დროს ადამიანი არის დაცული და ის ვერ იქნებოდა ამ მომენტში ცხოველი ვერ იქნებოდა გამავრცელებელი. ეს არის საზედამხედველო 10 დღიანი პერიოდი და ინკუბაციური პერიოდი, რომელიც შეიძლება იყოს მინიმუმ 5 დღე და მაქსიმუმ 1 წელი. ხო, და რაც შეეხება აყვანასთან დაკავშირებით, ხო, ანუ ეს ძალიან ბევრ კვლევებს საჭიროებს იმისათვის, რომ და ეს კვლევები არ არსებობს დღეისათვის, აგერ მოვიყვანე მაგალითი, ანუ უკვე ინფიცირებული ცხოველი, ანუ ინფიცირებაში ნიშნავს, რომ მას კონტაქტი ჰქონდა დაავადების აღძვრელთან,
შესაძლოა მისი ვაქცინაცია თეორიულად, სწორედ ასე მოიგონა პასტერმა თავის დროზე ადამიანებში ვაქცინა და ამ ლოგიკით, რომ რადგან ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდი აქვს, იქნება ვაქცინამ დაასწროსო, მაგრამ დღეისათვის ამის დადასტურებული პრაქტიკა და რეკომენდაცია მსოფლიოში არ არის, რომ ნამდვილად დაიცავს. აქ არის ყოველთვის უკვე ჭიდილი ვაქცინის იმუნოგენობასა და აღუძვრელის, ასე თქვათ, შესაძლებლობა შორის, ხო? ანუ შესაძლებელია, მაგრამ გარანტია ვერ იქნება. სწორედ ამიტომ ხდება ამ ცხოველებზე 4 ან 6 თვიანი დაკვირვება ქვეყნების მიხედვით, რომ მიუხედავ იმისა, რომ აცრილია, ის მკაცრ კარანტინში უნდა მოექცეს და 4 თვის შემდგომ შეიძლება ვთქვათ, რომ რისკები იმდენად მინიმალურია, რომ უკვე შეგვიძლია რომ გავუშვათ კარანტინიდან. ასე რომ ეს ყოველთვის ჭადრია. თუ უპასუხე შენს კითხვას, შეიძლება ხელი თემური არის. გვანცესაც აქვს ერთი კითხვა. უკაცრავად, იქნებური გამიშვა ტელეფონი მიჯდება და მე ვეღარ დავსვამ. თუ არა მიწნევდეგი არ არის, მე წინავდეგი არ ვარ. გისმენთ. თავხედობაში არ ჩამართეთ. პირველ რიგში მადლობა, ესეც საინტერესო ლექციისთვის. პრინციპში ყველა ჩემ კითხვას გაეცა პასუხი. უბრალოდ ერთადერთი კითხვა მაქვს, ანუ ვირუსის აღძვრელის კონცენტრაციაზე თუ არის დამოკიდებული დაავადების განვითარება. ანუ მაგალითად დაბალი კონცენტრაციით არის თვითონ ნერწყვში ვირუსი, ამ შემთხვევაში თუ არის შანსი რომ არ განვითარდეს დაავადება, თუ აუცილებლად იწვევს დაავადების განვითარებას და მაგალითად პათოგენურობაზე თუ არის დამოკიდებული მისი კონცენტრაცია. მადლობა. კარგი კითხვა არის. თავისთავად ინკუბაციურ პერიოდზე ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია. ანუ რაც უფრო მაღალია კონცენტრაცია ნერწყვში კვენის დროს ვირუსის, ის ვირუსი უფრო ის აღძვრელები უფრო სწრაფად ანუ უფრო ბევრი მიაღწევს მარტივად ვთქვათ ლოგიკით ბევრი მიაღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემას ბევრი უფრო ანუ ეს ხო გეომეტრიული პროგრესით ბრალდება ბევრი უფრო ბევრჯერ გამრავლდება და უფრო მალე მოკლავს ცხოველს ხო საბოლოო ჯამში ეხლა რაც შეეხება დაინფიცირების თუ არა სამწუხაროდ სოფის მინიმალური დოზა ასეთ კონკრეტულად შესწავლილი არ არის. არის რაც გარკვეული დაავადებები, მაგალითად, აი სხვა ინფექციური დაავადებები, მაგალითად, ბრუცელა აბორტუსის შემთხვევაში მინიმუმ 300 ერთეული უნდა იყოს, კუცხელების შემთხვევაში 1 ერთეულით საკმარისია. ასეთი კვლევები ჩატარებული არ არის და ამას თავისი მიზეზი აქვს, იმიტომ რომ ასეთი კვლევების ჩატარება ფართო მასშტაბიან ნიშნავს ამდენი ცხოველის მოკლას და ეს დღეს ნაკლებად მისაღებია, ხო? ანუ ეს ცდები უნდა ჩაატარო, ხო? ამ შემთხვევაში ვირუსის კონცენტრაცია ტიტრაციის მიხედვით უნდა აიღო, მე უნდა დაასნებოვნო ეს ცხოველები და ნახო და თან ეს მაინც არ მოგცემს ჩვენ პრაქტიკულად არაფერს, იმიტომ რომ ჩვენ ხო იმ მომენტში არ ვზომავთ ცხოველს. ჩვენ ხო ყოველთვის რეტროსპექტიულად უყურებთ იმას, რომ მაშინ როცა უკბინა, ჩვენ რაში გვაინტერესებს, ანუ ვერასდროს ვერ დავადგენ ტიტრი რამდენი იყო. ანუ ის მომენტიც არის, რომ ეს ტიტრი ყოველთვის თანაბარი არ არის ნეცხვში, იმიტომ რომ პერიოდულად ხდება გადმოსროლა, მაგრამ კბენა, ანუ ექსპოზიცია, დაკბენა, დადობა და დაჩხაპნა ჩვენთვის უკვე არის სოფისთვის ექსპოზიცია და უკვე ნიშნავს, რომ პოტენციურად ეს ცხოველი თუ ადამიანი არის ექსპოზირებული სოფის ვირუსზე. ასე რომ კიდე არაპასუხი არ აქვს სამწუხაროდ ამ თქვენს შეკითხვას, მაგრამ რა თქმა უნდა, რაღაც მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ის ვირუსი შეიძლება ვერასდროს მიაღწიოს ძალიან მცირე რაოდენობამ. შეიძლება მათ ჭრილობის პირველი დამუშავებაა, ხო, ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა მე კიდევ და კიდევ არ მინდა გადავიდე ჯანდაცვის კომპეტენციაში, მაგრამ ყველა მათი რეკომენდაციით საპონით უნდა მოხდეს ხომ რაც შეიძლება იმიტომ საპონი ერთ-ერთი ყველაზე კარგი სეპტიკია ამ შემთხვევაში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გამავალი წყლით უნდა მოხდეს ჭრილობის დაბანვა რომ მაქსიმალურად მოხდეს ამ ასე ვთქვათ ვირუსის დაავადების აღძვრელის გამობანვა და შესაბამისად ადამიანს ანუ თუ საერთოდ მოხდა მისი დაინფიცირება მეტი დრო კონდეს იმისათვის რომ პოსტექსპოზიციის მკურნალობამ ასე ვთქვათ შედეგი მოგცეს საბედნიეროდ და ამის ჩემი კომპლიმენტები ჯანდაცვის სექტორს ჩვენ ფაქტიურად არ გვაქვს ბოლო პერიოდში ბოლო 10 წლეულების განმავლობაში ისეთი შემთხვევა რომ დროული პოსტექსპოზიციური მკურნალობის შემდგომ ადამიანი მაინც გარდაცვლილი იყოს მე მახსოვს ერთი შემთხვევა კონკრეტულად არ მინდა დავასახელო რა ვითარებაში იყო მაგრამ
ერთი კვირის ესე ვთქვათ სახეზე იყო ნაკბენი და გარკვეულ თავისი შეხედულებების გამო, კერძოდ ალკოჰოლის ვერ მოხმარების გამო არ იცრებოდა ეს ცხოველი, მაგრამ თუ იცოდა რომ ნამდვილად დადასტურებულმა ცოფიანმა ცხოველმა უკმინა და ძალით მოახდინეს მისი აცრა და ის ადამიანი გადარჩა და დღეს ცოცხალი. ასე რომ ძალიან ძლიერი ასე ვთქვათ პოსტექსპოზიციური მკურნალობა ძალიან ძლიერი საშუალება არის და ასევე დაუმატოთ ამას ჩვენი რადიოლოგების კომპეტენცია. 6 წუთში ერთი ადამიანის სიკვდილის საგანგაშოდ მეჩვენაო, ლიდერობენ განსაკუთრებით აზიის ქვეყნები და აქ ყოველთვის არის მომენტი, რომ აზიის და აფრიკის ქვეყნები და მომენტი არის, რომ პირველი ყველაზე უფრო ასე ვთქვათ პირველი front line-ი არიან ბავშვები, იმიტომ რომ მათ უფრო უყვართ ცხოველები, ისინი უფრო ახლო კონტაქტში არიან და მათი დიდი წილი სწორედ ბავშვებზე მოდის, რომ ეს ძაღლები კბენენ ამ შეიძლება საერთოდ არ ქონდეს აგრესია იმ ცხოველს, მაგრამ უკბინოს ბავშვს და ამ დროს მოხდება აი ამ მაღალ ინფიცირებულ ქვეყნებში. გვანცა შენ ქონდა რაღაც კითხვა და არ მოგეც საშუალება და თუ გინდა რომ ბარემ დავასრულოთ თქვენი. რა მაინტერესებდა, როგორც ცნობილია ქუჩის გამარჯობა. თემურ. მოდი ერთი წუთი რა და შენთან გადმოვალ, შემდეგი შენ ხარ ჩემთან ეკრანზე. ანუ ქუჩის ცხოველების აცრა ხდება და ვიცით რომ თქვენ ახსენეთ რომ ანუ ცრიან ცხოველებს მაგალ უკეთდება სტერილიზაცია კასტრაცია და ანუ საყურე ნიშნების უკეთდებათ, მაგრამ არ ვიცით ანუ ეს აცრა იყო გაკეთებული 1 წლის წინ, 2 წლის წინ თუ 3 წლის წინ. ანუ მაინტერესებს ანუ სადმე არსებობს ბაზა რომელიც სადაც არის ან პასპორტებს იხსნიან ამ ცხოველებს და ვიცით რომ მაგალითად ამ დროს არის ანუ აცრილი. აი მაგალითად მე ცხოველთა მოყვარული ვარ და გამოვიჩინე ჩემი კეთილნება და მინდა რომ ამ ჩემი ხარჯებით რაღაც ჩემს უბანში არსებული ცხოველები წავიყვანო და აღწევ, მაგრამ არ მაქვს ინფორმაცია ეს ცხოველი აცრილია? ანუ წლის წინ თუ 1 წლის წინ. აი სად მოვიძიო ეს ინფორმაცია? პირველი უნდა ვთქვათ რომ ამ ღონისძიებებს ანხორციელებს როგორც სახელმწიფო სამსახურები და თვითმმართველობები, ანუ თავშესაფრები, ასევე კერძო ორგანიზაციები, ხო? პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ ეს საყურე ნიშანი რომელ ორგანიზაციას ეკუთვნის. რა თქმა უნდა, ორგანიზაციები მონაცემებს ჩანაწერებს აწარმოებენ, ანუ ჩვენ თუ ზუსტად ვიცით რომელი ცხოველია, შეგვიძლია მისი საყურე ნიშანს ფოტო გადავუღოთ და ამის ეს ბაზაში მოიძებნოს. თუ სახელმწიფოს იქნება თუ კერძო სტრუქტურების, ანუ ეს ჩვენ უნდა ვეძებოთ, მაგრამ აქ მაინც მომენტი არის ის, რომ მიუხედავად ჩხვლეტისა, ანუ მე ვაქცინაციას ვეძახი ჩხვლეტას და იმუნიტეტს დაცვას, ხო? მიუხედავად ჩხვლეტისა, დაცვა რამდენად დადგა, ის 90% vs 10% ყოველთვის კითხვის ნიშანია. ეს კიდევ და კიდევ ეს არის კომპლექსურად მისაღები გადაწყვეტილება. თემურის მიცეთ საშუალება, დიდი ხანია კითხვა თუ კომენტარი აქვს და გამარჯობათ, ცოტა გვიან შემოგიერთდით. რაც პირველ რიგში ძალიან საინტერესო ლექცია იყო, რასაც მე მოусმინე და დიდ მადლობას გეტყვით. ხშირად თუ ესეთ ინფორმაციებს მიაწვით, გაინტერესებულ პირებს კარგი იქნება. ეხლა რაც შეეხება რაც მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, რა კითხვებიც გამიჩნდა თქვენთან ბატონო ლეშა. პირველ რიგში აი ორალურ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, თუ მელიების დახოცვის საკითხთან დაკავშირებით, ესე იგი თუ უკვე ეს სადღაც ჩაატარა საფრანგეთში, გერმანიაში, ჩაატარეს იქ და ვიცით რა პროცენტში დაუშვათ როგორ იმოქმედა და რა სამუშაო შეასრულა ორალურმა ვაქცინამ. რატო არის აი ჩვენ მაგალითად ჩვენ ქვეყანაში კიდე განმეორებით ამაზე დაკვირვება, რატო არ გავრცელდება თუ ცოტა სხვა გარემოებები იქნება, თუ რატო იქნება სხვაობა. ეს პირველი შეკითხვა რაც მაქვს და ეხლა მეორე საკითხი. ხმელეთის ცხოველთა კოდექსში წერია, რომ კოდექსის მიზნებისათვის 6 თვე არის ინკუბაციური ვადა. მე კარგად ვერ მოვისმინე თქვენ რა იქ ესე იგი პირდაპირ წერია, რომ ხმელეთის ცხოველთა კოდექსის მიზნებისათვის ითვლება, რომ ცხოველში ცოფის ინკუბაციის ვადა არის 6 თვე. და 6 თვე და იმიტომ თქვენ ამასთან დაკავშირებით, აი ახლა ერთ რაღაცას ვიტყვი კიდე თუ დრო გვაქვს 1-2 წუთი, აი სამი ძაღლთან დაკავშირებით ჩვენო ორგანიზაციამ სასამართლო დავა დაიწყო ცხოველთა მონიტორინგის აგენტურთან, სამი ძაღლი ყავთ აყვანილი, ერთის ევთანაზია მოასწრეს და განჩინებით მოსამართლემ თქვა, რომ ეს დანარჩენი 2 ძაღლი სანამ არ დავამთავრებ პროცესო
მანამდე რომ არ მოკლათო, მაგათმა გაასაჩივრეს სააპელაციო სამართლოში, მაგრამ იმათმაც უარი უთხრა, რომ დავის საგანია ფაქტია 8 თვე არის უკვე ის ორი ძაღლი გყავთ. ეხლა ჩვენი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტში თუ წერია რომ საეჭვო ცხოველების ანუ თვითონ სიტყვა საეჭვო რას ნიშნავს, ეს არის განმარტებული ხმელეთის ცხოველთა კოდექსში და მათ შორის ის რომ ცხოველი ცოფზე იყოს საეჭვო, ამისათვის აუცილებელი წინაპირობად მათ შორის იმ კოდექსში ესე წერია არის მითითებული რომ კლინიკური ნიშნებიც უნდა იყოს სახეზე. რომ ჩაითვალოს ცხოველი საეჭვოდ. ეხლა რომ თარგმნოთ, ეხლა ზუსტად მუხლია საწერი არ მახსოვს, რო წერია ნამდვილად ვიცი. და ესენი ამბობენ რომ რადგანაც იყო მიმდებარე ტერიტორიებზე, ამიტომაც ის ორი ძაღლიც არის სოფზე საეჭვო. თუმცა ამ კოდექსში ეხლა თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 6 თვიანი ინკუბაციის ვადა უკვე გასული არის ვადა და თან პლუს ამას ჩვენ მართალი არ გვაქვს განმარტებული საქართველოში არსად რას ნიშნავს საეჭვო სოფზე საეჭვო ცხოველი, მაგრამ იქ არის განმარტებული და პლუს ამას საქმეს განმახორციელებელი პირები თავის მხრივ ზოგადად იგვიწერია რომ უნდა დავიცვათ ხმელეთის ცხოველთა კოდექსის მოთხოვნები, ხო და ეს ნათარგმნიც არ არის ფაქტიურად კიდე ეხლა დამატებით შეკითხვასაც გეტყვით თქვენი აზრი მაინტერესებს რამოდენიმეჯერ მიმართეს რუსეთის სააგენტოს და თარგმნეთ მეთქი, გარდამოს დაცვის სამინისტროსაც ერთიან სამინისტროს მიმართე არ თარგმნეს თვითონ სურსათმაც არ თარგმნა, ჯერ მითხეს რომ თან ხარა გვაქვს რომ ბიუჯეტშიო, მერე მითხეს ხშირად იცვლებაო და სულ ხო არ გადავთარგმნითო, ხო და ეხლა ესეც თქვენი აზრი მაინტერესებს მაგასთან დაკავშირებით. კიდე ერთ კითხვაზე კიდე პიროვნებას გავცემ პასუხს, აი ბაზასთან დაკავშირებით თუ დაინტერესებთ, აი თვითონ უნდა დაუკავშირდეთ, თვითონ ფირკას აწერია ან ინიციალები, ან სახელი ორგანიზაციის აი მაგალითად თუ თბილისს ეხება, თბილისში ძირითადად მუნიციპალური სამსახური და კერძო ორგანიზაციები არის, კლინიკები, რომელიც ფირკავენ. რეგიონებს თუ ეხება ეხა ძველი პირკები იყო ადრე, რომელსაც არ ეწერა ორგანიზაციის სახელი, მარტო ყვითელი პირკები იყო, ეხლა წითელი პირკებით, რომელიც იქნება წითელი პირკა, რომელსაც GFPA, რომელსაც ეწერება, ეს ჩვენი ორგანიზაციის პირკები არის და ოზურგეთის თავშესაფარში უნდა დარეკონ და ჩვენთან უნდა დარეკონ და ჩვენ ვეთქვით იმის მიხედვით, როდის იქნა ბაზარის გვაქვს ბაზა, სადაც იწერება, როდის გაუკეთდა ვაქცინა იმ ძაღლს და იმის მიხედვით პრინციპში თქვენ გაიცით პასუხი ამ კითხვაზე. მაგრამ ყვითელი პირკები პრობლემა არის, ვერ მიხვდებიან ვინ გაასტერილა, არც არაფერი არ ეწერა. აყიდვაში იყიდება სადღაც იყიდება ესეთი პირკები, ყვითელი პირკას თუ დაინახავენ, იმას აწერია მარტო ნომერი, მაგრამ არ აწერია არც ინიციალები, არაფერი არ აწერია და ეს ახლა ვერ გაიგებენ ასე ვთქვათ. ეს იყო სულ რაც მინდოდა მეთქვა. იმედია გასაგებად თქვი ჩემი კითხვები თქვენთან. მადლობა. შევეცდები რომ გავცებ შენს და თუ დავავიწყოთ ამის შემახსენე, ორალურ ვაქცინაციას რაც შეეხება, ეს ნებისმიერი პროცესის თანხლებია, რომ ბოლოში უნდა მოხდეს მისი ვერიფიკაცია, ანუ რა თქმა უნდა, ვიცით რომ ორალური ვაქცინაცია შედეგიანია გარკვეული პროცენტით, მაგრამ საფრანგეთში ფრანგი პილოტის მიერ ჩამოყრილი საფრანგეთში შენახული ვაქცინა, ეს მაგალითისთვის ვიძახი, ხა იგივე ბანგლადეშიც რო იყოს, იგივე იქნება რა მნიშვნელობა, ხო? ანუ ის იმ მომენტისათვის მოქმედებს და იმ მომენტში იციან რომ დაუშვათ გაზაფხულის ვაქცინაციის დროს დაფარვა შეადგინა 60%. მაგრამ ეს ჩვენ საქართველოში და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში სულ სხვა რეალობა არის. რამდენად სწორედ მოხდა საბოლოო ჯამში ვაქცინის შენახვა. რამდენად ზოგადად ვაქცინა იყო კარგი, ანუ ეს ყველაფერი კი პერიოდულად მოწმდება, თუმცა საბოლოო ვერიფიკაცია, რამდენად ზოგადად ჭამენ ეს ცხოველები ამ სატყუარას და შემდგომ ხდება მათი იმუნიზაცია, ამისი ვერიფიკაციის საშუალება მთელ მსოფლიოში. ეს არის რომ ყოველი ვაქცინაციის შემდგომ ცხოველებიდან ნიმუშები უნდა ავიღოთ. აქ ორ საკითხს მეძებ. ერთი არის ანტისხეულები, ანუ ამ შემთხვევაში ამითი ვადგენთ რომ იმუნური ფონი დადგა თუ არა და მეორე ვეძებთ ეგრეთ წოდებულ ანტიბიოტიკს ტეტრაციკლინს. ტეტრაციკლინის სპეციალურად ხდება ტეტრაციკლინის შერევა თავად სატყუარაში, რომ დადგინდეს რამდენად სატყუარები
მიიღო თუ არა. აქ ხა აღარ მინდა დეტალებში შესვლა, მაგრამ ტეტრაციკლინი თუ არის მარტო და არ არის ანტისხეული, ნიშნავს, რომ იქნება ვაქცინა იყო გაფუჭებული, იმიტომ რომ ზეზე ეგდო და პროსტა სატყვა არ აჭამე შენ. თუ მარტო ვაქცინა და ტეტრაციკლინი არა, იქ სიტყვის ნიშნებია, საიდან მოხდა ვაქცინა, იმიტომ რომ ტეტრაციკლინიც უნდა იყოს, იმიტომ რომ ტეტრაციკლინი კბილში ძალიან დიდი ხნის მთელი ცხოვრების განმავლობაში და აქ მოკლედ ძალიან ისეთი ნიუანსებია, რომელიც არ მინდა რომ გადაგღალოთ, ისედაც გაგვიგრძელდა. თუმცა, ამიტომ ეს აუცილებელია, თუ ჩავატარავთ უროლოგ ვაქცინაციას, ნებისმიერ ქვეყანა მან უნდა ვერიფიკაცია მოახდინოს ამ ყველაფრის. რაც შეეხება 6 თვეს, მე გარდა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა მოიყვან იგივე FAO-ს, იგივე WHO-ს CDC-ს მონაცემები, სადაც წერია 1 წელი. კიდევ და კიდევ ეს რა თქმა უნდა პროცენტული და შანსებია. ყველა თანხდებით იმაზე, რომ 2 კვირა 3 თვე, ან 2 თვე 3 თვე ეს არის ის ტყის ოქრო შუალედი, რა დროსაც უმეტესი შემთხვევა გამოვლინდება. უმეტესი და უკვე ქვეყანა თავად იღებს გადაწყვეტილებას. ზოგ ქვეყანაში მაგალითად ჯერ კიდევ 6 თვე არის დარჩენილი ეს მკაცრი კარანტინი. ზოგიერთმა დამატებითი კვლევების და რისკების საფუძველზე შეაფასება თქვა, რომ 4 თვე დარჩენილი იყოს ჩემთან. მიუხედავად ამისა, მაინც რჩება თეორიულად გარკვეული საფრთხე, მაგრამ იმდენად აბსტრაქტულია უკვე ეს ციფრი, რომ ამის იმაზე მიდიან, რომ დაუშვათ ამ ცხოველს, რა თქმა უნდა, იქ ალბათ პროცედურები იქნება, რომ ხელწერა, ინფორმირება პატრონის და ასე შემდეგ. რაც შეეხება ჩვენს ნორმატიულ აქტს, საკუთრებულად 352 მთავრობის დადგენილებას, რასაც ჩვენ შეეხება ცოფზე საეჭო. აქ ორი ტერმინი არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში. ცოფის ინფიცირებაზე საეჭო, შეიძლება ის კარგად არ არის ჩამოყალიბებული და ცოფზე საეჭო. ცოფზე საეჭო ცხოველი არის, რომ მას კლინიკურად არის გამოვლენილი, ანუ მას კლინიკური ნიშნები უნდა ჰქონდეს. ცოფის ინფიცირებაზე საეჭო და შეიძლება ეს რაღაც ტერმინი არ არის ზუსტად ახლა არ მახსოვს ზუსტად ჩანაწერი, მაგრამ ცოფზე საეჭო იმ კონტექსტში, რა კონტექსტში ცოფზე საეჭო წერია. კი, ჩვენთან წერია ცოფზე საეჭო, ესე წერია და იყენებენ ცხოველი ამ კონტექსტში არის, რომ ის ცხოველი, რომელსაც შეხება ჰქონდა ცოფით დადასტურებულ ცხოველთან და ეს კი ზოგადად ეს ლოგიკა არის, მოკლედ ფუნდაციის ერთი წელი შეიძლება, მაგრამ კანონის ენით რო ვისაუბროთ, ხო, ანუ როგორც ასეთი, ვისაუბროთ კანონის ენით. თუნდაც ის ინკუბაციურია და შეიძლება, არ ვიცი, შეიძლება მოხდეს რაღაც გამონაკლისი 5 წლის მერე, 20 წლის მერე, არ ვიცი, ეგ ნამდვილად არ ვიცი, ლიტერატურულად და მეცნიერულად როგორ არის, მაგრამ აი კანონის ენით რო ვისაუბროთ, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ არის 6 თვე ინკუბაცია და საეჭვო ცხოველი ნიშნავს თუ მას აქვს კლინიკური ნიშნები, ესე გამოდის, ნუ სამართლებრივად. ტერმინთა განმარტებაში ეს არ არის და ამ სრული კონტექსტი უნდა წავიკითხოთ, რომ მივხვდეთ რა დროს არის საუბარი. როდესაც შეხებაში მყოფი ცხოველზე არის საუბარი, რომ შეხებაში მყოფი ცხოველი არის ცოფზე საეჭვო, ნიშნავს, რომ ეს არის შეხებაში, ანუ ინფიცირების, ანუ ექსპოზიცირებული ცხოველზეა საუბარი და ცოფზე საეჭვო ნიშნავს, რომ მას შეიძლება საერთოდ არ გამოუვლინდეს ცოფი, იმიტომ რომ ეს კონტაქტი არ იყოს სათანადოდ მჭიდრო, ან შეიძლება გამოუვლინდეს. ანუ საეჭვოა ეს ცხოველი, თვითონ საეჭვო არის სიტყვა, თემურ ძალიან შორს წაგვიყვანს ახლა ყველასათვის შეიძლება არ იყოს საინტერესო. მე შეგვიძლია რომ ცალკე ვისაუბროთ კიდე ამაზე, მეც უნდა ჩავხედო ამ წინადადებას და უფრო შემეძლება რომ ადვილად გაგიშიფრო რას ნიშნავს. თუმცა აქვე დავძენ რომ 352 შემხებრობაში მყოფი ეს უბრალოდ შეიძლება წერია სადღაც რომელიღაც ქვეყანაში რომელიღაც სამეცნიერო არა ცოფზე საეჭვო ოეში როცა არა უგურებთ ჩვენთან არ წერია ეგეთი რაღაც არსით რომ შემხებრობაში საეჭვო ცხოველი ტერმინი გააჩნია, რომელ ტერმინს კითხულობთ, თუნდაც ოეში არის ცოფის კლინიკური ნიშნების ანუ საეჭვო, ანუ დაავადების გამოვლენებაზე საეჭვო და შეიძლება იყოს სხვა ტერმინი, რომელიც იყოს ინფიცირებაზე საეჭვო. ეს ლიტერატურაში რამოდენიმე ტერმინს იყენებენ, მე ლოგიკას გიხსნი, რადგან ამ ტერმინების უკან. ერთი არის, რომ საეჭვო არის ცხოველი, ანუ მას უკვე ჩამოუყალიბდა დაავადება და საეჭვო კლინიკური ნიშნები აქვს და მეორე არის, რომ და ცოფიან ცხოველთან დადასტურებულ ცოფიან ცხოველთან შემხებლობის გამო ის არის ცხოველი არის საეჭვო, რომ მას შეიძლება გამოუვლინდეს ცოფი და ამ დროს მოქმედებს კარგი და ხო. და რაც შეეხება თარგმნას, OIS 3 ოფიციალური ენა აქვს, მხოლოდ ამ სამ ენაზე არის მთელ მსოფლიოში, რუსებს აქვს თავიანთი არაოფიციალური თარგმანი, ჰქონდათ უფრო სწორად და იმათაც დაანებეს თავი, იმიტომ რომ ყოველწლიურად ხდება მისი განახლება და საკმაოდ დიდი დოკუმენტია და მერე ხდება ხოლმე რომ განახლდება, მერე ის აღარ მისდევს და არევა ხდება, ასე რომ არც ერთ ქვეყანაში რეალურად ესე არ არის ნათარგმნი, ყველა რეფერენს იღებს, ნუ ჩემ შემთხვევაში ინგლისური, ფრანგული ან ესპანური მაგრამ თუ მოთხოვნას უყენებთ ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს რომ დაიცვან მოთხოვნები, მაშინ რატო არ ვთქვათ სახელმწიფო ენა არის ქართული. ხო აი
ხომ დავთარგმნოთ, რომ ვიცოდეთ რა წერია და არ ვიცი ახლა ეს სხვა ქვეყნებში როგორ არის ნათარგმნი ხო არა მე ჩემს ახლა მე არ მაქვს ამაზე პასუხისგაცემის მორალური უფლება მე გითხარი რა ინფორმაციაც მე მაქვს კარგი მარიამს აქვს ხელი აწეული ასევე პირველ რიგში მოგესალმებით ჩატში დავწერე კითხვა თუმცა კიდევ ერთი კითხვა მაქვს ანუ აი მაგალითად როდესაც ორ ძაღლს შორის არის კონტაქტი ერთი ინფიცირებულია და მეორე ჯანმრთელი ამის გარდა თუ არის შესაძლებელი ჯანმრთელ ძაღლს გააჩნდეს ცოფი მაგალითად ბალახზე არსებული ნერწყვის რაღაც ფრაგმენტებით ან რაღაც მსგავსი რომელიც შემდეგ შეიძლება ძაღლის ორგანიზმში მოხდეს და ასევე შემდეგი კითხვა როდესაც 3 თვის ძაღლს ვუწყებთ ჭიაზე დამუშავებას რამდენი დღის შემდეგ შეიძლება რომ მოხდეს ვაქცინაცია ანუ ვაქცინაციის დაწყება კი ბატონო, კარგი. ნუ პირველზე რომ გავცე პასუხი ბუნებაში გამორიცხული არაფერი არ არის, ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა ამას კიდევ და კიდევ ვიმეორებ, რაიმე ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა არ აქვს, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ცოფის ვირუსი გარემო პირობებში საკმაოდ არასტაბილურია, იმ მზის სხივებში რამდენიმე წამში და წუთში ინაქტივირდება. ანუ ეს არ არის ისე, რომ ახლა ნეწყვში და სითხეში შეიძლება კიდე ცოტა ხანი გაჩერდეს შედარებით, მაგრამ ეს გარემოში დიდხანს ვერ ძლებს ეს დაავადება და ამ დაავადების აღმძვრელი და შესაბამისად ამას ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა არ აქვს. ესე არ წარმოვიდგინოთ, რომ ახლა მართლა ზომბი და დადის რაღაცა, ვირუსი არის ყველგან გავრცელებული. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა პირდაპირ კონტაქტს მივაქციოთ ყურადღება, ეს არის დაკბენა, დადობლა, დაკაწვრა და ეს არის ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვანი გადაცემის გზა. რაც შეეხება ახალგაზრდა, ანუ პატარა ცხოველის ვაქცინაციას, აქ ხედავ ჩემზე უფრო კომპეტენტური პრაქტიკოსი ვეტერინარები არიან, თუმცა მეც ვიტყვი, რომ 3 თვიდან კი არ ვიწყებთ ჩვენ ცხოველის დამუშავებას ჭიაზე, არამედ თვენახევრიდან უკვე ვიწყებთ, აქ არის პერიოდები, დაუშვათ იქ ვამეორებ თუ არა ჭიის წამალს, შემდგომ უკვე პირველი კომპლექსური ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს, შემდგომ უნდა გავიდეს 2-3 კვირა გააჩნია ვაქცინის ინსტრუქციას და შემდგომ უნდა გამეორდეს კომპლექსური ვაქცინაცია, შემდგომ კიდევ ერთი კომპლექსური ვაქცინაა სასურველი და შემდგომ 2 კვირის შემდგომ არის ცოფის ვაქცინა. ზუსტად ეს პერიოდი ემთხვევა იმას, რომ თვენახევრის ცხოველს რომ დავიწყებთ, ძაღლს ან კატას რომ დავიწყებთ ვაქცინაციას, ამ შემთხვევაში ძაღლის მაგალითი მოვიყვანე, თვენახევრისას რომ დავიწყებთ პირველი ჭიის წამალს, ამ ჭიის წამლის ვადის გასვლის შემდგომ უკვე დავიწყებთ კომპლექსურ ვაქცინაციას 3 თვის თავზე, ზუსტად მოდის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ცოფს ვცრით და ამითი პირველ ეტაპზე ცხოველის ვაქცინაცია დასრულებული, შემდგომ უკვე ყოველწლიურად ხდება ცოფზე ვაქცინაცია. ესეც იმ შემთხვევაში ვაქცინის ინსტრუქციიდან გამომდინარე, რომ დედა თუ არის ვაქცინირებული. საშიში ზონაში, სადაც დედა არ იყო ვაქცინირებული, ანუ ამ ლეკვის დედა, შეიძლება აი ეს ვადა ყურად არ მიიღო და უფრო პატარა ასაკის ცხოველი ჩაიცრას, განსაკუთრებით ინფექციის კერაში. აქ ხედავ რომ თავებს მიქნევენ, ასე იგი ყველაფერი სწორად თქვი. ვალერის აქ კითხვა. მოგესალმები ლაშა. გვიან შემოგიერთით და თქვენ შეიძლება უკვე ისაუბრეთ ამ თემებზე. და აქვე ბოდიში ვალერი, ბოდიში ჩანაწერი ვიწერთ ამ შეხვედრას, ლოგოც შესაბამისი ანთებული იყო და შევეცდებით რომ ვეტერინეტის საშუალებით ეს ჩანაწერი გავრცელდეს და იმ ვინც ვერ შეძლო, თქვენი მეშვეობით გავრცელოთ ეს ინფორმაცია ბოდიში რომ ჩაგეჭერეთ. მოკლედ მე მაინტერესებს პირველ რიგში მსხვილფეხარ ქოსანზე ზოგადად სხვა სასოფლო სამეურნეო ცხოველებში თუ არსებობს ჩვენთან ცოფის ვაქცინა და აქვე ეს დღევანდელი შეხვედრის თემა კი არ არის, მაგრამ შენახსენე კუცხელება და იგივე მაინტერესებს კუცხელების ვაქცინა თუ არის, ეს ერთი კითხვა. მეორე კითხვა მაქვს ესეთი, საინკუბაციო პერიოდს რაც შეეხება, ძირითადად კი არის 2 კვირა, ხო, საშუალოდ, მაგრამ შეიძლება იყოს უფრო მეტიც, ხო და თქვათ იმ ცხოველმა, რომელზეც გვაქვს საშუალება, რომ დავაკვირდეთ 2 კვირა უკბინა ადამიანს. ჩვენ ხო შეგვიძლია მოვიცადოთ 2 კვირა და არ გავუკეთოთ შრატი. ხო? ამაში და თუ 2 კვირაზე მეტი ხანი გაგრძელდა საინკუბაციო პერიოდი, რომელიც თეორიული შანსიც არის, ამ შემთხვევაში როგორ რა ხდება ეს შრატი ასტრებს თუ არა იმუნიტეტის გამომუშავებას და როგორ იმაზე თუ შეიძლება რომ გითხრათ, კიდევ ერთი კითხვა მაქვს. შრატის გაკეთების შემთხვევაში თქვათ 2 კვირა გავიდა, ან წაიღო რუსეთის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველის თავი
ლაბორატორიაში და დადგინდა რომ არ არის ცოფის შემთხვევა და შეწყდა. ანუ 3 ესწრება ამ პერიოდამდე 3 შრატის გაკეთება. შემდეგ ხელახლა თუ მოხდა კიდე ერთხელ რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ცხოველთან კონტაქტი ინფიცირებულ ცხოველთან ის 3ჯერ გაკეთებული შრატი რამე შედეგს იძლევა თუ ახლიდან იწყება ყველაფრის გაკეთება და კიდე ერთი კითხვა და ბოლო კითხვა ვაიმე ვეღარ გავედევნები თორე კი მოიცა ვინიშნავთ ან გისმენ რა არა პრობლემა არ არის უბრალოდ მინდა რომ ჩავიდე იგივე ნახევრად გაკეთებული იმის შემთხვევაში რა ქვია შრატი ნახევარი კურსის შემთხვევაში თუ აქვს რამე ეფექტი და ზოგადად მთლიანი კურსის გაკეთების შემთხვევაშიც აი მთლიანი კურსის 5 ჯერვე თუ გაიკეთე შრატი რამდენ ხანი ინარჩუნებს იმუნიტეტს ადამიანი და თქვა კიდე ერთ თვეში თუ გიკვინა ის მუშაობს თუ არა თუ ახლიდან გიწევს იმ კურსის გაკეთება აი ეს კითხვები მქონდა მადლობა так პირველი შეეხებოდა რამდენად ცოფის ვაქცინამ სულფეხა საქონელში გამოიყენება ფაქტიურად ყველა ვაქცინა რომელიც დღეს ბაზარზე არის შესაძლოა მრავალი სახეობის ცხოველი აიცრას ერთი და იგივე დოზა არის 1 მილილიტრი ჩვენ საქართველოში რა ვაქცინებიც არის რეგისტრირებული უმეტესობა თუ ყველა არა თუ სწორად ხა არ მინდა რომ ჩესტომა შეგიყვანოთ ფაქტიურად ყველა არ გამოიყენება ვაქცინის ინსტრუქციის მიხედვით სულფეხა საქონელშიც მეცაც გეტყვით ინფექციის ასე ვთქვათ კერაში ხდება ყველა ამთვისებელი ცხოველისაც რა ღორისაც რა ვიცი მოკლედ ყველა ამთვისისხლიანი ცხოველისაც რა როდესაც დაავადება დაფიქსირდება ასე რომ იგივე ვაქცინით იცრება ყველა ცხოველი აქვე ალბათ კითხვა ქონდა რამდენად პროფილაქტიკისთვის არის თუ ზოგადად მთელ მსოფლიოში თუ რაღაც განსაკუთრებული მდგომარეობა არ არის საქონელს პროფილაქტიკისთვის ცოფსი არ ცრიან თუმცა თუ არის დაუშვათ ის გარემოება რომ იმ ტერიტორიაზე ფიქსირდება შეხებაში არიან დაუშვათ ტყეში დადის ეს ცხოველი და ასე შემდეგ შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში მიიღოს ვეტერინარმა გადაწყვეტილება რომ პროფილაქტიკისთვისაც აიცრას ცხოველები ხო ვაქცინაც ხო კუცხელებასთან დაკავშირებით კუცხელების ვაქცინა უფრო ადამიანებში არის ესე ვთქვათ მას პრაქტიკული მნიშვნელობა ცხოველებში ამ ვაქცინას ჯერ არ აქვს ასე რომ ეს ცალკე საკითხია და თვითონ დაავადებაც საკმაოდ საინტერესო მოკლედ კუცხელებაზე აი ძალიან ისეთ ექსპერტებთან ვისთანაც მისაუბრია კუცხელება ესეთი წინადადება კუცხელება არის ნაპოვნი ყველგან სადაც ეძებეს თელ მსოფლიოში ახალ და ახალ ქვეყნებში სადაც კი კვლევები ჩაატარეს ყველგან აღმოაჩინეს ამ დაავადების კვალი მიუხედავად იმისა რომ არ იცოდა ამ ქვეყნებმა უმეტესობამ რომ ეს დაავადება ჰქონდათ აქ დიაგნოზი ყველაზე მთავარი ერთ-ერთი არის ბრუცელოზი და ნუ აქ ადამიანების მომენტიც არის გასათვალისწინებელი ზოონოზია იცი რაც შეეხება აცრას და იქ შენ რამოდენიმეჯერ შრატი და ვაქცინა ახსენე და უნდა განმარტოთ აუცილებლად რომ შრატი სხვა რამეა ვაქცინა სხვა რამეა ხო ანუ პოსტექსპოზიციური მკურნალობის დროს ადამიანებში გამოიყენება როგორც ვაქცინა ასევე შრატი ან ერთ-ერთი რაც ვაქცინა ყველა ვარიანტში მაგრამ შრატის გაკეთებას ყველა შემთხვევაში არ ახდენენ შრატი ეს არის ვიცით რომ ეს არის პასიური იმუნიტეტი ხო მზაანტის სხეულები რომელიც შეყავთ ორგანიზმში იმისათვის რომ სანამ ვაქცინა თავის ასე ვთქვათ იმუნ პერიოდს და იმუნურ ფონს დააყენებს ეს არის 14-21 დღე დაახლოებით ეს შრატი ადგილზევე ჩაერთოს და გაანეიტრალოს დაავადების აღზრდა შრატი უფრო ალერგენულია, იმიტომ ყოველთვის არ გამოიყენებენ და ამას რა ბიოლოგი გადაწყვეტავს. ხოლო რაც შეეხება ვაქცინას და ვაქცინაციას, აქ სქემა რაც არის, ხომ? ის სქემა კონკრეტულად შემუშავებულია პოსტექსპოზიციური მკურნალობის სქემა შემუშავებულია ექსპოზიციისთვის. ანუ ეს არ არის შემუშავებული პროფილაქტიკისთვის. თუმცა პირადი გამოცდილებიდან გეტყვი, ერთ-ერთ ძალიან მაღალი ინფიცირების ქვეყანაში მიწევდა წასვლა ცოფის და ეგზოტიკური ქვეყანაა და რამოდენიმე ვაქცინაცია ჩავიტარე, ყვითელი ცხელება და ასე შემდეგ. ასევე მინდოდა რომ ცოფსაც ავცრილიყავი რამე თუ ძაღლებთან მაქვს ხშირი შეხება. პროფილაქტიკური მიზნით. და როდესაც მივედი რაბიოლოგიურ კაბინეტში და ვთხოვე რომ გადავიხდიდი მის ღირებულებას, მითხრეს რომ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ვაქცინა აქვს მხოლოდ ინფიცირების შემთხვევაში. და იმ წუთსვე გამახსენდა რომ მივდიოდი ამ კაბინეტში ზუსტად მაშინ მიკბინა ძაღლმა და გაიქცა. ამ ტყუილის თქმა მომიწია რომ იმისათვის რომ ამ ავცილიყავი
იმიტომ რომ წინავდა შემთხვევაში ვერ მივიღებდი ვაქცინას. და შემდგომ იყო ასეთი სქემა, მოკლედ რადიოლოგიიდან შემოთავაზებული, რომ 1 წლის თავზე თუ კიდე აიცრებოდი, შემდგომ რაღაც 5 წლიანი იმუნიტეტს აყენებდა, თუმცა ეს ამ საკითხში მე არა ვარ სპეციალისტი და არ მინდა რომ ჩავერიო ადამიანების საკითხში, თუმცა აქ არის გარკვეული პროფილაქტიკური, იგივე ლაბორატორიის თანამშრომლები იცრებიან პროფილაქტიკური მიზნით, ვინც ვივარიუმში მუშაობს და ინოკულაციას აკეთებს, იგივე ცოფის დიაგნოსტიკაზე ვინც მუშაობს და მე მგონი გავეცი შენს ყველა კითხვას პასუხი თუ დამოვიწყდა რამე. არა, გაეცი, მადლობა. კარგით, თუ მეტი კითხვა არ არის, ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი ჯერ ივანეს და გვანცას. მე ყველა თქვენთაგანს რომ გამიძელით ამდენი ხნის განმავლობაში, იმედია ძალიან არ დაგღალეთ, როგორც გითხარით. ამ შეხვედრის ვიდეო განთავსდება ვეტნეტზე, გაზიარდება სოციალურ ქსელში, შეგეძლებათ რომ თქვენს ნაცნობებს, კოლეგებს, მეგობრებს გაუზიაროთ, თქვენს ვინც მოგვიანებით შემოგვიერთით და რა ვიცი, მზათა ვარ ჩემ კოლეგებთან ერთად, მე ასევე მინდა რომ აქ წარმოდგენილი არიან ჩემი კოლეგები, რომლებიც არანაკლებად იცნობენ ამ დაავადებას და უბრალოდ მე ვარ ის, ვინც წარმოვადგენ, ჩემს კოლეგებთან ერთად ნებისმიერ დროს მზათა ვარ რომ მოგცეთ, მოგაწოდოთ რეკომენდაციები, განსაკუთრებით მიმართავ ცხოველთა უფლებების დამცველებს და ცხოველთა მოყვარულებს, ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და სპეციალისტების დახმარება ამ მიმართულებით ნამდვილად არ გაწყინდათ. დიდი მადლობა, რა ვიცი, ივანე გვანცა თუ რამე გაქვთ საბოლოოდ სათქმელი, that's the time. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი მადლობელი ვართ ასეთი საინტერესო ლექციისთვის. ვიდეო აუცილებლად აიკვირდება როგორც YouTube-ზე, ასევე ჩვენს Facebook გვერდზე და ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი, ვინც გვიან შემოგვიერთდა. და მადლობა თქვენ საინტერესო პრეზენტაციისთვის. კარგით, ყველას დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ თქვენის ნებართვით.